საღამშვიდობისა. ზაზა, გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ დრო და ენერგია გაქვთ ჩვენთან ახალ. ძალიან საინტერესო და კარგი სტუმარია ჩემთვის. და პირველ რიგში დიდი ბოდიში გვიამნახე შენი ისა რომ გვარში შეცდომა მქონდა და გავასწორე და კიდე დავული და გავასწორებ ყველას ეს უბედურება მჭირს თაიფოების. და ნეტა ეს იყოს ყველაზე დიდი ჩვენი წუხილი დღეს სამწუხაროდ არა ვართ კარგ დღეში და რა ვიცი ყველაფერზე მინდა ჩვენ არ შევთანხმებულ ვართ კონკრეტულ რაღაცა თემაზე, მაგრამ ზაზასთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ თუ არა დღევანდელ ჩვენ მდგომარეობაზე და საერთაშორისო ფონზე და ასე შემდეგ და მოდი ესე დავიწყოთ შენ რას გამოყოფ ყველაზე მნიშვნელოვანი აი დღევანდელი სათქმელი აი რა მომენტია თუნდაც კონკრეტული იმითი რა ქვია აქცენტით ხო, ну ეხა ყველაზე პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, თორნიკე, ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის შენთან საუბარი, განსაკუთრებით ამ ფორმატში საუბარი და მე მგონი ეს პლატფორმა ძალიან საინტერესო პლატფორმა ჩამოყალიბდა. რამდენი ხანი არსებობს უკვე? დიდი ხანია ეცი, მაგრამ ძალიან ნელ-ნელა მივდივართ. ჯერ საერთოდ პოლიტიკას არ ვეხებოდით. ჩემი პარტნიორები ამბობდნენ რომ საერთოდ ეს ჩვენი თემა არ არის, მაგრამ მე ძალაუნებურად ასე ვთქვათ გადავედით ამაზე და დღეს ფაქტიურად მარტო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რა დღეში ვართ, ნუ აუცი რა, სხვა გზა გვაქვს. ხო და ნუ რაც შეეხება ახლა ჩვენ მდგომარეობას, ნუ ალბათ სამი ძირითადი მიმართულებაა, რაც აბსოლუტურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ნუ ჩვენი მდგომარეობა საქართველოში პირველ რიგში რაც ჩვენ გვადარდებს მდგომარეობა უკრაინაში, რომელიც ასევე არათუ გვადარდებს, არამედ უშუალოდ აისახება ჩვენზე ყველანაირად და არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ აისახება ევროპის და მე ვიტყოდი ალბათ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაზე უახლოეს 10 წლებულებშიც კი. და ნუ ბოლო და მთავარი, რაც ძალიან დიდწილად განსაზღვრავს იმას თუ რა მოხდება საქართველოშიც, უკრაინაშიც, არა იმიტომ რომ როგორც ახლა ზოგიერთი პარანოიდ შეპყრობილი ან კგბ-ს დავალებით მოქმედი ამბობს რომ ამერიკა რაღაცებს ავალებს, არამედ იმიტომ რომ ხო ამერიკა ტონს განსაზღვრავს, ხო, ანუ ანტიკურ ხანაში იყო რომაული მშვიდობა, პაქს რომანა და ნუ ბოლო საუკუნეა ჩვენ გვაქვს პაქს ამერიკანა, ხო, ამერიკული მშვიდობა გვაქვს, ამერიკული წესრიგი გვაქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და დარჩა ერთი ზესახელმწიფო. ნუ ამ ყველაფრის მერე გაჩნდა სხვადასხვა ამასთან პირდაპირ კავშირშია რუსეთის დღევანდელი ქმედებები ორი რაღაცის გამო ისტორია მიყვარს ზოგადად მოდი გავაკეთოთ რამდენიმე ისტორიული შედარება ხო და პარალელურად ძალიან კარგი იქნება კი ხო პირველ რიგში აი მაგალითად ხშირად როცა საუბრობენ მეორე მსოფლიო ომზე ნუ ბევრს არ ავიწყდება მაგრამ ნუ შეიძლება გამოგვჩეს ის მომენტი რომ ის ომი დიდწილად გამოიწვია ერთმა ნუ სულით ხორცამდე ავადმყოფმა ადამიანმა, რომელმაც ვერ გადახარშა ის თუ რაც მოხდა ვერსალში 1919 წელს. გერმანიის დამარცხება და ვერსალის ზავი ვერ გადაიტანა, მან ეს მიიღო როგორც პირადი შეურაცხყოფა, როგორც ეროვნული დამცირება და შემდგომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რევანში აეღო, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ბევრად უარესი ნგრევა და ნუ რუსეთის საბოლოო ნგრევა. გერმანიის ეკნას რომ ენა მიყივლოს მაგ თემაში. ხო, ეხლა რაც შეეხება პუტინს, ეს პუტინი ცუიძახის ეგეთ რაღაცას, რომ ჩვენო შევკვირდენო, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდაო და ნატო ფართოვდებოდაო, შევკვირდენო, რომ ნატო არ გაფაუფროსოთ, ნატო გერმანია, აღმოსავლეთი გერმანია მიერთაო, მაშინ შევკვირდენ, რომ მეტი აღარ გაფართოვდებოდნენ, ხო? ეს არის კლასიკური დეზინფორმაციის მაგალითი, კლასიკური კგბ-შნიკური წორჭავრაობა და ეხლა პუტინი კგბ-შნიკი კი არ არის, ნუ კგბ-ს არქიტექტორია, ხო, დღესდღეობით და მაგრამ ნუ აი ეს არის რაც მან იცის. რატო ამბობ ამას? არასერიოზულია ეხლა ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკოთ რაღაც პირობაზე, რომელიც ვიღაცამ ვიღაცას ყურში ჩასჩურჩულა, ან არ ჩასჩურჩულა, ხო? ეხლა ამის დადასტურების საშუალება არ არსებობს. რომც ჩაეჩურჩულა, რა ფასი აქვს ასეთ ჩაჩურჩულებას საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო სამართალში. ხო, ნებისმიერი ასეთი პირობა თუ არ გამტკიცდა შესაბამისი რეზოლუციით, რაღაც ორ ან მრავალმხრივი შეთანხმებით, რომელიც შესაბამისად რატიფიცირებული იქნება ამ შესაბამისი მხარეების საკანონმდებლო ორგანოების მიერ და ასე შემდეგ,
არა აქვს ასეთ პირობას ფასი. ანუ ერთი რომ ჩვენ არ ვიცით რომ მსგავსი პირობა ვინმე მოდესმე გასცა თუ არა, თუნდაც ყურში ჩაშურჩულებით და მეორე რომს გაეცა, არასდროს ამას ის ფორმა არ შეუძენია, რაც შეიძლება მოსაძახებელი იყოს, რომ აი შენ ვალდებულება აიღე და დაარღვიე. რაც ამერიკამ დაარღვია სინამდვილეში არის ბუდაპეშტის მემორანდუმი, როდესაც აიძულეს რეალურად უკრაინელები რომ თავისი ატომური იარაღი გადაეცა რუსეთისთვის და უთხრეს რომ ჩვენ დაგიცავთ. აღმოჩნდა რომ დარჩა და უკრაინა დაუცველი და ამერიკამ არ თუ ვერ დაიცვა, ხო? რომ გადავახვიოთ წინ, პუტინი ხშირად იყენებს არგუმენტს და ჩვენ ტრის არგუმენტები უნდა ვიცოდეთ და უნდა შეუტრიალოთ, როცა ეს შეგვიძლია, იმიტომ რომ ამას აკეთებენ ესენი. აი whataboutism-ს რასაც ეძახიან, ხო? პუტინი ხშირად იყენებს არგუმენტს, რომ შეიცვალა უზმაო გარემოებები. მაგალითად, როდესაც თან ერთად საქართველოს შემოჭრის შემდეგ, როდესაც მოეწერა ამას ხელი, ორ კვირაში აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ორი ტერიტორიის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო ორი კვირით ადრე აღებულ ვალდებულებასთან და თქვა, რომ შეიცვალა გარემოებებიო და შესაბამისად ის აღარ მავალდებულებს, რომ ასე ვთქვათ, პატივი ვცე იმას, რასაც ორი კვირის წინ მოვაწერეთ ხელიო და ეხლა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ნატოს გაფართოებამდე 14-15 წელი გავიდა ლამის და თუ რამე შეიცვალა, მართლა ეს ხო გარემოებები შეიცვალა, ვითარება შეიცვალა, მსოფლიო შეიცვალა და რომც ყოფილიყო ის პირობა და ვიმეორებთ, ყოველი არ ყოფილა ასეთ პირობა არასდროს, ეს არის მათი მოგონილი ჭორი, რომ თავისიანებს გადაუგდონ, რომ საკუთარი ბარბაროსული პოლიტიკა და საკუთარი აგრესიული მკვლელი პოლიტიკა გაამართლონ, ხო? რომც ყოფილიყო, ეს უკვე აღარ იქნებოდა რელევანტური 2004 წელს, როდესაც ნატოში მიიღეს 4 ახალი, უკაცრავად 10 ახალი სახელმწიფო. ეხლა რაც შეეხება შემდგომ რო გავაგრძელოთ, ხო, რეალურად ეხლა რაც ხდება უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში, იშვა ერთი ავადმყოფი დაკომპლექსებული კაცუნას თავში, რომელმაც ვერ გადახარშა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა. თქვა კიდევაც, ხო, 2007 წელს მიუნხენში. ეს არის კატასტროფა და ტრაგედია, რა, ხო, 21 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა ყოფილაო და ჩვენთვის, მთელი აღმოსავლეთი ევროპისთვის, მთელი ცენტრალური ევროპისთვის რაც მისთვის იყო კატასტროფა, ჩვენთვის იყო უდიდესი ბედნიერება, ხო, ჩვენ მოვიპოვეთ ნანატრი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თაობები იბრძოდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა რაც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ ხოლმე შედარება არის, რომ აი გამსახურდიამ და მერაპოსტავამ საქართველოს მოუტანეს დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ მე დავაკნინო ამ და მათი და სხვა ეროვნული მოძრაობის ლიდერების როლი, მაგრამ ეს ადამიანები ზოგი 40 წელი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ზოგი 20, ზოგი 15, მაგრამ დამოუკიდებლობა შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც დადგა შესაბამისი საერთაშორისო ვითარება. რეალისტურად და ობიექტურად უნდა შევხედოთ, ყოველას თავისი წილი მიუძღვის და გმირობა და დამსახურება, მაგრამ რატო ამბობ ახლა ამას, ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ დღევანდელ ვითარებაზე, ანუ ისე არის ხოლმე რა უტრირებულა და მე რომ მკითხო ხანდახან არასერიოზულადაც მიდის ამ თემაზე ვერბალური პინგ-პონგი, ასე ვთქვათ. ხო, აი ზოგი გეტყვის, რომ არა საერთაშორისო არის მთავარი, ზოგი იტყვის, რომ შენ ხელი უნდა გაანძრიო და საერთაშორისო ვითარება რა შუაშია ზმაო, შენ ორივე მნიშვნელოვანია. გახსოვს საფრთხეს სკოლაში იყო ესეთი დისკუსი პიროვნების როლი ისტორიაში, ხო? ხო, კი ბატონო. ხო და ნუ ამ შემთხვევაში ცხადია, მაგალითად, რაც საქართველოში ხდება უკვე მესამე თვე სრულდება მალე, რაც ყოველდღიური ნონ-სტოპ პროტესტი მიმდინარეობს. პრაქტიკულად არა მხოლოდ თბილისში, არამედ ძალიან ბევრ ქალაქში, მთელ საქართველოს არის პროტესტი მოდებული და მართლა უნიკალური ვითარებაა. როდესაც ახლა მასშტაბში ჩავსვამთ ამ ყველაფერს, არ ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც 200 და 300.000 კაცი გამოსულა ქუჩაში მხოლოდ თბილისში და ცალკე აქცია იყო ამ დროს ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ხაშურშიც კი, ხო? და ანუ საქართველოს მასშტაბი რო გავითვალისწინოთ, გამოდის რომ 10% ხალხის არის ქუჩაში. ეხლა ქოცის ენას ძვალი არ აქვს და მას სინდისი არ გააჩნია, რო გამოიყვანო ქუჩაში მილიონი კაცი, გეტყვის რომ 3.5 მილიონი ვარ და 2.5 მილიონი ჩვენკენ არიანო. ამას იტყვიან წინასწარ ვამბობ რა. მაგრამ ეხლა რეალურად ხო ასე არ არის, რეალურად როდესაც მილიონი კაცი გადა, როდესაც 300.000 კაცი გამოდის ქუჩაში, ეს ნიშნავს რომ ეს ლეგიტიმაცია აღარ აქვს ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად. ხო, შესაბამისად ჩვენ ცოტა მაინც ესმის მასშტაბის და გამზომილებების რაღაცა შეგრძნება აქვს, ფაქტია ეს არ უნდა გამართლოს.
კი ბატონო, ხო და შესაბამისად ჩვენ ვიმყოფებით იმ რეალობაში, როდესაც რეჟიმს აქვს ლეგიტიმაცია დაკარგული როგორც სამართლებრივად, ასევე პოპულარული თვალსაზრისით, ანუ ადამიანები აღარ ემხრობიან და ადამიანებში ახლა ფაქტია, ქუჩაში რომ დადიხარ, გრძნობ, რამხელა, დიახ, ზიზღი, მრისხანება და აგრესია არის იმ ადამიანების, იმ რაღაც ხუნტის მიმართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაიგდო და საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ გაუცვალა რუსეთს, ხო? და მესამე მათ აღარ აქვთ ასევე არც პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ამ კონტექსტში ხშირად ვიხსენებ ხოლმე ვიშის საფრანგეთს, ახლა ვიშის რეჟიმი ცოტა მიცის, რომ სინამდვილეში ლეგიტიმური, სუფთა იურიდიული თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით იყო ლეგიტიმური არჩეული ხელისუფლება. სხვადასხვა ვიშის რეჟიმიც იგივე თემებს ავითარებდა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ოჯახი, ჩვენ გვინდა ტრადიციები და ვის ეომები ბიჭო, გერმანიას ეომები და ნუ წაუწუნე ბოლომდე და იმ რეჟიმის ბოლო როგორიც იყო ახლა მე ნუ მომაყოლებთ და თვითონ ნახოს ჩვენმა მსმენელმა. დაგუგლო, ეხლა წიგნით ვარ და დაგუგლო. ხო და იმას ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ანუ ფორმალურად ლეგიტიმური რეჟიმიც კი შეიძლება იყოს არალეგიტიმური იქიდან გამომდინარე ის როგორ იქცევა. როგორც იქცევა ქართული ოცნება, ანუ არჩევნებამდე როგორც იქცევა და ქართული ოცნება, მას უკვე ჰქონდა ლეგიტიმაცია დაკარგული იმით, თუ რაც გააკეთა, როგორ რეალურად ჩვენი სუვერენიტეტი, რასაც ამბობენ ხო ესეც რამხელა ცინიზმია, ჩვენი სუვერენიტეტი კი არ დაიცვა, ჩააბარა რუსეთს. და დღეს უკვე პრაქტიკულად გავრცელებული მიღებული აზრია, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის კი აღარ ვიბრძვით, რაც ბოლო ეტაპზე იყო ტრიგერი ამ გამოსვლების, ხო, როდესაც გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ ამ თემას აღარ დავსვამთ დღის წესრიგში. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გააუქმა რუსეთმა, ანუ თლიანად რუსეთის ბანაკში ვართ. თლიანად ვართ, ეხა იქ ზოგი ჩინეთს მიამატებს და კი ჩინურ ინტერესებს ითვალისწინებენ, ზოგი ირანს მიამატებს და მე ამას ამ ნაწილში ნაკლებ სერიოზულად უყურებ, თუმცა როცა დაჭირდა დაჯდნენ აგერ აიათოლებთან და სიკვდილი ამერიკას ძახილი რომ მიდიოდა, გაყურსული იდგა ეს ჩვენი, რა ვიცი, რა დავარქვა და რა დაუძახო არ ვიცი და ჩვენიც რატო არის, ეგეც არ ვიცი. ხო და რეალურად არიან ბოროტების axis of evil, ხო, როგორც თავის დროზე იყო ერქვა ამას საერთაშორისო ურთიერთობამ, იმათ ხარეს ჩვენ როგორც სახელმწიფო ვართ იქით. ერთადერთი რაც ჩვენ გვაცოცხლებს დღეს საერთაშორისო თვალსაზრისით არის ზუსტად ეს გამოსვლები, რაც ჩვენ დღის წესრიგში გვამყოფებს კიდე რაღაცა ფორმით და ეს მინავლებად რეჟიმშია, რაც ივანიშვილს და პუტინს ძალიან უნდათ, იმიტომ რომ იგივე ხაი ტრამპი გამოვიდა და ყველაფერზე ესაუბრა პუტინს, ხო და ჩვენ იქ რაღაც დასხვაშიც კი არ ვიყავით, მე მგონი. საერთოდ საქართველოს მოიხსნა დღის წესრიგიდან, ეს ალბათ ის ერთადერთი შესრულებული დაპირებაა, რომელიც ივანიშვილმა მართლა ის დაპირება, რომელიც ივანიშვილმა მართლა შეასრულა. ხო მოვიდა და თქვა, რომ მე მოხსნი საქართველოს საკითხს დასავლეთსა და რუსეთის შორის დაპირისპირების სიიდანო. მართლა ასექნა, ხო ყველაფერზე ლაპარაკობენ, მოლაპარაკება მიმდინარეობს, ზოგჯერ ისეთი, ზოგჯერ ასეთი, მაგრამ საქართველოს იქ აღარ ფიგურირებს. ჩვენ ფიგურირებთ დღესდღეობით ჯერ კიდევ იმ იდეალისტი ევროპელი პოლიტიკოსების გონებაში და გულში, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან და ყოველდღიურად უფრო ხვდებიან, რომ მათი ბედი დღეს ხდება საქართველოში, მათი ბედი ხდება მოლდოვაში, მათი ბედი ხდება უკრაინაში, მათი ბედი ხდება რუსეთის დასუსტებასთან ერთად. ვინაიდან თუ რუსეთმა შეძლო და უკრაინაში გაიმყარა თავისი პოზიციები, ღიად ამბობენ, ხო, ღიად ამბობენ, რომ ხვალ დაარტყამენ ლატვიას, ზეგ დაარტყამენ სუვალკის კორიდორს, პოლონეთი-ლიტვის საზღვარზე და ღმერთმა უწყის, ანუ ავადმყოფ პოლიტიკურად ავადმყოფერში ფანტაზიების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან, სახელმწიფო არხებზე კეთდება გადაცემები, როგორ ჩადიან და დესანტს გადასხამენ კუნძულ გოტლანდზე, რომელთაც შვედეთის ნაწილი არის და შესაბამისად დღეს უკვე ნატოს ტერიტორიაა, საიდანაც აკონტროლებენ მთელ ბალტიის ზღვას, ამაზე ოცნებობენ და ყავთ პრეზიდენტი, რომელიც ბავშვს ეუნება ეთერში, გახსოვთ ალბათ ეგ ეთერი, რომ ეუბნება, რომ ეკითხება რუსეთის საზღვრები სად თავდებაო და ნუ ბავშვი რაღაც გეოგრაფიულ კოორდინატს, მე მგონი ბერინგის სრუტეს ასახელებს და ესეუნება, რომ შეცდომა არის რუსეთის საზღვრები არსად არ თავდებაო. ნუ ავადმყოფია ჩვეულებრივი, ჩვენ ბედმა გვარგუნა უბედურება, რომ აი ამ ავადმყოფი სახელმწიფოს გვერდზე ვიცხოვროთ. ცხადია, ეხლა ვიღაც ხოცი შემოვა და იტყვის, რომ აბა რა ვქნათ, ხო, ცხადია, ეს ჩვენი სტიგმაა, ეს ჩვენი რაღაც ბედია, აქ უნდა ვიყოთ, თუმცა არსებობს არჩევანი
არა ომსა და მშვიდობას, არამედ ღირსებასა და ღირსების არ გონას შორის. ღირსეული პოლიტიკა ნიშნავს, რომ შენ ავითარებ შენ სახელმწიფოს, შენ აშენებ შენს ეროვნულ ინტერესს, უფრთხილდები ეროვნულ ინტერესებს, გაქვს შენი სახელმწიფო ინსტიტუტები, იმ ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებ, რომლებიც ქვეყნისთვის არის მომგებიანი და არა პირიქით, როდესაც შენი სადაზვერვო ქსელის სია უცბად აღმოჩნდება რუსების ხელში. არა როდესაც შენი ხო, დაამთავრებ რასაკვირველია საქმეს, მაგრამ მინდა კითხო, ისეთ იდეალისტ ევროპულ პოლიტიკოსებზე მე კითხავ თუ იქნება, მაგრამ აი ხა მაყურებლის შეკითხვა მინდა ამოვიტანო და ამითი გადავიდე, ასე ვთქვათ, სხვა რატომ ვეძებ ცოცხლავს კუдрებში ხაზარაძისგან და ზურაბიშვილისგან რატომ ძერწავთ ქართველი ოპოზიციონერ ლიდერს. ანუ რა მინდა თქვა, იცი აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ქუჩაში ხალხი ქართული საზოგადოება აი კბილებით უჭირავს ეს სიტუაცია. და ამ დროს ესე იგი, არ ვიცი ხა შეიძლება შენ მითხრა და რაღაც დამომშვიდო, მაგრამ ეს ბოლო გამოსვლა, მაგალითად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩემთვის რაღაც ისეთი იყო რა, ცივი შხაპივით რა, ისევ იგივეს ამბობს, რომ ქართველების სანქციებს არ ვემხრობი, ქართველი ხალხი. ანუ ეხლა ძალიან ისეთი დისკუსია, რომ ოპოზიციამ უნდა აკრიტიკოს ერთმანეთი თუ არ უნდა აკრიტიკოს ერთმანეთი, მაგრამ რაღაცნაირად ხო უნდა სწორ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ და კიდე ერთი რამე, აი შენ რომ ამბობ, რომ რადარებიდან ჩაგვხსნეს ამას და მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციისთვის საერთოდ აღარ არის საქართველოს სადღაც არის ერთადერთი კავშირი თითქოს იმედი მქონდა რომ აი ესეთი ფორმალურად ჯერ კიდევ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ჩვენი რაღაცა ასე ვთქვათ და რაღაც არ ხერხდება რა უნდა უფრო აქტიურად რაღაცნაირად ჩვენი პოზიციები აი როგორც ზელენსკი იბრძვის თავის ქვეყნისთვის დიპლომატიურ იმაზე არენაზე გარდა იმისა რომ რეალურად იბრძვის აი ეს რა ხდება ახლა რა ვქნათ როგორ გავაკეთოთ ეს ფორმირება იმისი რომ ან ქუჩის პროტესტს კონდეს მეტი და მეტი შეღწევის უნარი სხვაგან ხო ნუ იქ საუბარი იყო ვიღაცა ორი პოლიტიკოსის იყო და რატო ძერწავთ მათგან გმირებს მე ხშირად საყვედურობენ ხოლმე იმაზე რომ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დღევანდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ ვინაიდან ჩემთვის გამსაზღვრელი ხა შეიძლება თქვათ რომ მეც იდეალისტი ვარ და მხოლოდ გამიხარდება თუ ამას იტყვით იმიტომ რომ დიახ ამაზე მაქვს პრეტენზია და დიახ იმაზე მაქვს პრეტენზია რომ პოლიტიკა იყოს სუფთა როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკა ბინძური არ არის ბინძური პოლიტიკა ისეთია როგორიც არიან მასში მონაწილე ადამიანები თუ ჩვენ მათემატიკას ბინძური იქნება ბინძური კაცს თუ გააკეთებს რა ხო რა თქმა უნდა ხო და შესაბამისად ეხა ჩემთვის გამსაზღვრელი ის კი არ არის გუშინ რას ამბობდი და დღეს რას ამბობ ჩემთვის გამსაზღვრელია ცოტა ქრისტიანული პრინციპია ესეც ხო რამდენად გულწრფელი ხარ იმაში რასაც გუშინ ამბობდი და რამდენად გულწრფელი ხარ იმაში რასაც დღეს ამბობ ხო მე ვიცნობ და მეგობრობ ადამიანებთან რომლებიც დიახ 2012 წელს იდგნენ ოცნების მხარდამჭერთა რიგებში და დღეს აბსოლუტურად გულწრფელად არიან აი გზნებარეთ ანტიბიძინა პლატფორმაზე როგორც პატრიოტი ქართველები ასეთები ბევრნი არიან ვიმეორებ და არასდროს მათ მიმართ როგორ შეიძლება ენა მოუბრუნდეს ვინმე საღმონებაზე მყოფ ადამიანს. მაგრამ როდესაც ჩვენ ხედავდით რომ ადამიანებს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს ხოდათ რაღაც მერკანტილური ინტერესი, მატერიალური ინტერესი, ესეთი შეიძლება შეიცვალოს რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაც არ მომწონს არის ის რომ ჩვენი მედია აი ამ თემას ახტება, ხო აი წარმოიდგინეთ მიდიხართ BBC-ს ეთერში და თქვენი გამსაზღვრელი როგორც პოლიტიკოსის არის რაღაც კონკრეტული ქმედება და იმაზე არავინ არ გეკითხება და უცხებ კითხებენ ბანალობაზე საუბარს, ხო? აბა რას ფიქრობთ ახლა კარგია თუ ცუდი რუსეთის და უკრაინის ომი, ხო? ხო იტყვი რომ ცუდია. ვაი რა მაგარია ეს მორიგი ბანალობა თქვა და იქცა ჩვენ გმირად. ამას უპირისპირდებით ჩვენ. შესაბამისად ნებისმიერი ასეთი სახეცვლილება რა თქმა უნდა მისაღები იქნება, მაგრამ პირადად ჩემთვის იქნება დამაჯერებელი და ასე ვთქვათ სანდომ ხოლმე იმ შემთხვევაში თუ იმ წინასაც გავიხსენებ და ავხსნით, ხო? მე არ მეთაკილება რომ თქვა რომ აი კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ვწდებოდი. ან შევწდი. და შესაბამისად დღეს როგორც კეთილსინდისიერ მოქალაქეს მინდა რაღაცას ჩემი წვლილი შევიტანო. მაგრამ იცით რა, მაშინაც მართალი ვიყავი და ეხლაც მართალი ვარ, ეგრე არ გამოდის. და რატო არ გამოდის გეტყვით? იმიტომ კი არა რომ პიროვნულად ვიღაცას ეს თემა აწუხებს. იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ რა ომშიც ვიმყოფებით აი იმ დიდ ომში. პროპაგანდისტულ ომში, საინფორმაციო ომში სიტყვები კლიშეები, ფორმულირებები, ნარატივები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ
და შემდგომ ხალხი თუ ასე ფიქრობს, ის იქცევა რაღაცნაირად და ეს ფიქრი, ეს სიტყვები გათიშე. არა ის რაღაცას ხარ ინტერნეტი ეთერში ხარ მუდმივად ზაზა მე რო გავიწიო მაინც ეთერში ხარ. კი ბატონო. ხო და იმას ვამბობდი რომ აქ მთავარი არის გულწრფელობა და მთავარი არის რაღაცეების ახსნა. და ვიმეორებ ეს თვითმიზანი კი არ არის. ჩვენ თუ არ გავაანალიზეთ გუშინ რა შეცდომები დაუშვით, როგორც საზოგადოებამ, როგორც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა, შეუძლებელია რომ უბრალოდ იმავე ქმედებებით, იმავე სტილით, იმავე გზით, იმავე რიტორიკით გავაგრძელოთ. ეხლა გასაგებია რომ ვიღაცას ეთერი ექნება, ვიღაცას პაესტკა ექნება მაპატიეთ, ვიღაცას რაღაც კონკრეტული ხეირი ექნება, მაგრამ საზოგადოებას ამითი ხეირი არ ექნება. საზოგადოებას ხეირი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმ გზაზე, რომელიც გამოვიარეთ. ხო, ეხლა ხშირად ამბობენ და ესეც მე მგონია რომ რაღაცნაირად შემოგდებული თემაა, ფრაზა, რომელიც თითქოს აი მასში გვაგდებს რა, რომ ეგრე იყო და ეგრე იქნება. აი ერთ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, ხშირად იხსენებენ და ამბობენ ამას, ხო? თუ დავდივართ, მე არ მგონია რომ ერთ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ თუ დავდივართ ერთ წრეზე, იმიტომ რომ არ ვაანალიზებთ რა მოხდა. ჩვენ ახლა 35 წელია დამოუკიდებლები ვართ და თუ რამე სატყუ არა დაგვიგდო რუსეთმა, თუ რამე ხაფანგი დააგო, თუ რამე მახე გააბა, მახე დაგვახვედრა, ყველაში გავებით პრაქტიკულად, ხო? უკლებრივ ყველაში გავებით და არც ერთხელ არ დაგვისვამს კითხვა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა განსხვავებულად, როგორც საზოგადოებას, როგორც კონკრეტულ ინტერეს ჯგუფებს, პარტიებსაც იგივე ეხებათ, ხო? აი მითხარით პარტია, რომელიც რომელიმე არჩევნების მერე დაჯდა, მოახდინა თვითრეფლექსია და შეცვალა დაუშვათ იმიჯი, შეცვალა მოქმედების მექანიზმი, კამპანიის სტილი. ანუ რა გვინდა თქვათ, რომ უშეცდომოა ყველა პარტია და უბრალოდ ბიძინა, ხო, ბიძინა პრობლემაა ეხლა ამას ჩვენ ერთმანეთს ვაუხსნით, იმიტომ რომ ეგ ვიცით, ეგ მოცემულობა, რუსეთი პრობლემაა. ჩვენ რა შვებით, რომ რუსულ ხაფანგში არ გავებათ, ამაზეა საუბარი. ჩვენ რა შვებით, რომ ბიზნეს პირობებში რაღაც შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ, ხო? არადროს არ ხდება თვითრეფლექსია და შესაბამისად, აი ეს კითხვაც ახლა რომელიც დაისვა, ამის ნაწილია. ამაზე პასუხი მე ვიტყოდი. ზაზა რა, აი ხა უყურე, რანერად რა გამოსავალი არსებობს, როგორ ხედავ, რამე ტენდენცია არის, აი სულ არის ლაპარაკი, რომ რაღაც ახალი უნდა შეიქმნას პოლიტიკური ახალგაზრდობა უნდა შექმნას. დაიწყო მაგალითად სოციალ-დემოკრატების მოძრაობა, ამაზეც მინდა შენი აზრი, მე ცოტა ისე სკეპტიკურად უყურებ ამ სიტუაციას, მაგრამ ნუ ძალიან კარგი კი ბატონო აქტიურები თუ არიან, მაგრამ მე მეორე კიდე ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს ლოზუნგის, ისევ არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნები უნდა მოვითხოვოთ თუ წავიდეს ეს ხელისუფლება გადადგეს პირველ რიგში, გამარტივდეს ეს ჩვენი მოთხოვნა, დაკონცენტრირდეს და მე კი ბატონო რაღაც დროებითი მართლობა იქნება და გავაკეთოთ ყველაფრის გასწორება. აი რაღაცნაირად თან წარსული გეთახმები, მაგრამ ახალი მიმდინარე დინამიკაც ხონდა იყოს და რაღაცა ცვლილება, იმიტომ რომ ერთი და იგივეს რო ვაკეთებთ, ერთი და იგივე შედეგი დადგება, უნდა შევცვალოთ ცოტა რაღაც, ხო? წარსულზე როცა ვლაპარაკობთ, ამას ვიმეორებ ხოლმე ხშირად და არ მბეზდება ამის გამეორება. წარსულზე ლაპარაკი არის მომავალზე ლაპარაკის ნაწილი. ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ წარსულზე, სინამდვილეში ვლაპარაკობთ მომავალზე. წარსული არ არსებობს დამოუკიდებლად, განყენებულად და რაღაც ისტორიკოსებისთვის საკვლევ მასალაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, აი წარმოიდგინეთ ახლა რომ თაში ვარ, თქვენ მე მგონი თორნიკე გიყვარდა, ხო, ესე ვთქვათ, თაში სიარული. ხო და წარმოიდგინე რომ თაში რომ გადიხარ, ყოველ ჯერზე იმახსოვრებ, რომ აი ეს ადგილი საშიშია, აქ ჯობია აქიდან მოუვაროთ. ეს ასე კი არა, ისე ვქნათ. ჩვენ, ანუ ეგ წარსულზე ლაპარაკი იქნება, აი რომ შემდეგ ექსპედიციაში რო თქვა, რომ ეხლა აქ კი არ წავიდეთ, იმიტომ რომ წინა ექსპედიციაში ამ გზით წავედი და ნუ მოკლედ გაგვიჭირდა რა. ეგ არ არის წარსულზე ლაპარაკი, ეგ არის მომავალზე ლაპარაკი და ზუსტად ამაზეა ეხლა დღეს საუბარი. ეხლა რაც შეეხება ახალ პარტიებს, მე არ დაგიმალავ და ამას სკეპტიკურად უყურებ, იმიტომ რომ თუ რამე არ გვაკლია პარტიები. შეიქმნა პარტიები, ყველას თავისი პარტია აქვს ლამის საქართველოში, ხო?
ეგეთი ამდენი სიმრავლის, ასეთი სიმრავლის პარტიები მგონი მარტო 90-იანი წლების დასაწყისში მახსენდება და ნუ მე ცოტა შემცირდა და ეხლა ისევ წამოვიდა, გეგონება ახალი პარტია არის პანაცია. სინამდვილეში განსხვავება უნდა იყოს არა ის რომ აი ახალი სახე ჯერ ქართულ ზოგადად პოლიტიკაში სახე რას ნიშნავს არ ვიცი. სახე არის ავატარი, სახე არის ფასადი, ხო? მე არ მინდა სახე, მე მინდა პოლიტიკოსი და პოლიტიკოსი არავის არ შემოყავს პოლიტიკურ სცენაზე. პოლიტიკოსი თვითონ მოდის თავისი ხედვით, თავისი გუნდით, თავისი ფანდრეიზინგით, თავისი დებატებით და ასე შემდეგ, ხო? ვიღაცა რომ მოგიყვანთ რომ აი შენ მოდი რაღაც სიმპათიური გოგო ხარ და დადექი ახლა და კამერების წინ რაღაც კომენტარი გეტყვი, რასაც მე და გარიგებ წინასწარ. ეგ არ არის პოლიტიკოსი. ეგ არის ახალი სახე, რომელსაც ვიღაცა იყენებს, სანამ ის გაერკვევა საქმეს, სანამ ის გაერკვევა რა ხდება სინამდვილეში ამა თუ იმ პარტიაში და რო გაერკვევა როგორც წესი არ უნდა გახდეს კონიუნქტურის წევრი და ან იტყვის რომ არა ეს სხვა რაღაცა მეგონა და სხვა აღმოჩნდა. ეხლა შესაბამისად სულ იმას ვამბობთ რომ აი ყოველთვის როდესაც უყურებდნენ და ანალიზებდნენ NDI-ის და IRA-ის კვლევებს, ხო, და ეს უკვე მრავალი წელია, თითქმის 10 წელია მე მგონი არ შეცვლა ამ ხრივ სურათი. ადამიანები სადღაც 60-65% ამბობს რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს და არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს. ამას ბევრი აღიქვამდა ისე რომ აი რა მაგარია, ნახეთ ახლა მე თუ გავაკეთებ ჩემ პარტიას, ესე იგი 60%, 65% ჩემი პოტენციური ამომრჩეველია და ნუ სასაცილოა ხო ეს მიდგომა პარტიაში ჭირდება ორი რამ. პირველ ჭირდება ზაზა? არ ვიცი ზაზა გაითიშა, ხა შემეცდები მივწერო რომ აღადგინო კავშირი. აი იმედია რომ გამოჩნდება ახლა. დღეს ძალიან გვიტევს ეს ინტერნეტი, რატომღაც ვეღარ გავიგე, ესე იგი სამი ხაზი მაქვს შემოყვანილი და ყველა მეუბნება რომ Starlink-ი უნდა გააკეთო, მანამდე არაფერი არ გეშველება, ვნახოთ. ხო, მივარ Starlink-ამდეც და მასკამდეც აუცილებლად მაგაზეც უნდა ვისაუბროთ. ხო და ნუ პარტიის თემები რო დავასრულოთ, პარტიას ჭირდება იდენტობა რა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იგივე უახლეს ისტორიაში შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი კენში ყრის დამოუკიდებლად, კენში ყრის რომელიღაც პატარა პარტიის სიი და კენში ყრის რომელიმე მსხვილი პარტიის სიი და დებს სხვადასხვა შედეგს. რატო? იმიტომ რომ საუბარი იმაზეა, რომელი ნიშით ასპარეზობ, ხო, რას განასახიერებ და რას წარმოადგენ. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე შიდაპარტიული დემოკრატია. ხა საქართველოში არიან პარტიები, მათ შორის ისინი, რომლებიც თავს დებენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, რომელთა ლიდერები პარტიაზე ლაპარაკობენ პირველ მხოლობით რიცხვში. პირველ მხოლობითში, ხო, რაღაც აბსურდია, ეხა აბსურდის მიღმაა ეს ყველაფერი. პარტია არის რაღაც ორგანიზმი, კოლექტიური ორგანიზმი, სადაც შენ თუ ამას უყურებ როგორც ЧПС-ს და ერთპიროვნულად იღებ გადაწყვეტილებებს, ეს ნიშნავს, რომ მყრადშობილია ასეთი პარტია, იმიტომ რომ თუ ლიდერი არ იქნება ამ პროცესში დაუშვათ, დაიღალა ლიდერი, ხო, წავიდა პოლიტიკიდან და გადაწყვიტა სადმე გადაცხოვრება, პენსიაზე გასვლა, რაღაც სხვა ქსოვა, ხო? მაშინ პარტია იშლება, ასე გამოდის, ხო? თუ არა. აი, გამეთახვა ერთ რამეში, რომ გასაგებია გეგრია, მაგრამ როგორც საზოგადოებაში, ისე პარტიაში.
ეს მარტო ლიდერის ბრალი კი არ არის. იმ ხალხის ბრალია, ვინც ამ ლიდერს ასე ვთქვათ, სრულად უკრიტიკოთ აძლევს საშუალებას რომ ლაპარაკოს. როგორც კი ეს ლიდერი ესე დაიწყოს ლაპარაკოს, მეორე ვიღაცა ხო უნდა უთხრას რომ მარტო ხო არა ხარ რა. აგაშენა ღმერთმა, ანუ ჭავჭავაძის ცენტრმა ამ შიდა პარტიული დემოკრატიის პროექტი დაიწყო 1000 უკაცრავად ცოტა იმასავით გამოდა 2020 წლის მარტიდან და ზუსტად ეგ მიდგომა ქონდა ჩვენ პირველი 3 წლის განმავლობაში უბრალოდ კონტაქტშიც არ შევდიოდით პარტიების ლიდერებთან, ჩვენ მუშაობდით ახალგაზრდებთან, ქვედარგოლებთან, ჟურნალისტებთან, რომ ეს თემა როგორც ასეთი გაგვეხადა აქტუალური. და იგივე აგვეხსნა მაგალითად შუა და ქვედარგოლის პარტიის წევრებისთვის, სხვადასხვა პარტიებზეა საუბარი, თუ რას ნიშნავს, ანუ რა უფლებები აქვს, ხო, ვიღაცა რომ მოდის და რაღაც დავალებას გაძლევს, შენ მინიმუმ რაღაც უნდა ითხოვო, განმარტება ითხოვო, მონაწილეობა ითხოვო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აი ვიღაცას თავიდან შეთანხმება ხო უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ურთიერთობების შესახებ. თუ ეს შეთანხმებას ხელი მოვაწერო, რომ გინდა თუ არა შენი ისა ვარ, ხმა და ბრმა შემსრულებელი, ნუ მაშინ კი ბატონო პარტია რა ვიცი. ანუ ახალი სახე კი არ უნდა იყო და მაისურიანი და დროშის ხელში მჭერელი კი არ უნდა იყო. ეს პარტიებში ვინც არიან ახალგაზრდები, კოორდინატორები, აქტივისტები, მათ უნდა ქონდეთ ხმა. ამას ქვია პირველი კომპონენტი არის ჩართულობა, მეორე კომპონენტი არის გამჭვირვალობა, რომ ვიცოდეთ ფული საიდან შემოდის და მეორე ფული როგორ იხარჯება, რა პრინციპით ნაწილდება და მესამე და ყველაზე მთავარი არის ანგარიშვალდებულება. პარტია რო წააგებს არჩევნებს, ნუ ლიდერი უნდა მოვიდეს და თქვას რომ მე წავედი. და შეიძლება მე წევრებმა უთხრა რომ შენ ხარ უმნაკლო, უმციკლო, გენიოსი, შეცდომა არ მოგსვლია და კიდევ დარჩე, განვაახლეთ ჩვენი ნდობის მანდატი და შემდეგ საარჩევნო ციკლშიც დარჩი და შენიყავი. შეიძლება, მაგრამ აი ეს მომენტი არადროს არ დამდგარა. შევარდნადეს რომ დაუჩოქეს, გახსოვს? აი ადამავიწევს. აი და ახლობთ ეგ სიტუაცია არ უნდა იყოს რა. შეიძლება დაუჩოქონ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა შენ თუ იმაზე ხარ ორიენტირებული, რომ პარტიას პირვამხოლობითში იხსენიებ, მაშინ ეხლა რა ანგარიშვალდებულებაზეა საუბარი. მაგრამ ნუ ჩვენ გვაქვს ის რეალობა, როდესაც არსებული პარტიები ხა მე არ მგონია რომ მათ აქვთ რესურსი რომ ძალიან გაზარდონ, აი რადიკალურად რამე შეცვალონ. არ აქვთ ეს რესურსი. მათ აქვთ ერთი რესურსი, რომელსაც ზოგი ვერ იყენებს და ზოგი არ იყენებს. ეხლა გეტყვით ეს რესურსი რა არის? ეს რესურსი არის სრული გაერთიანება ჩვენი ანუ ძალისხმევის გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ, ხო? თუ ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის რუსული რეჟიმი და ნამდვილად არის რუსული რეჟიმი, მაშინ ეხა რაზეა საუბარი, რომ ისა რა ქვია, თორნიკე 20 ლარს პირდება მატებას რაღაცას და მე 25 შევტპირდე, ეხა ხო სასაცილოა, არასერიოზულია. საუბარი არის რომ ჩვენ ვიმყოფებით მასლოუს პირამიდის უდაბლეს საფეხურზე და გადარჩენაზე გვაქვს საუბარი. ჯერ უნდა გადავრჩეთ და მერე ვილაპარაკოთ სხვა მატერიებზე. გადარჩენისთვის რატო არის მნიშვნელოვანი გაერთიანება გეტყვით? იმიტომ რომ ყველა კვლევა თუ რამეს ადასტურებს არის ის რომ აი ერთი პარტია რო იძახის რომ მე იმასთან არ დავდგები, იმიტომ რომ ის ხალხს ეზიზღება. აი ამის მთქმელიც ეზიზღება წინამდვილეში ხშირად, ხო? ანუ ყველა ლიდერს თუ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საკმაოდ მაღალი უარყოფითი რეიტინგი. ამ უარყოფითი რეიტინგების შთანთქმის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ გაერთიანდა ყველა, მაშინ ადამიანები იტყვიან, რომ მე ახლა კონკრეტულად იმას კი არ ვაძლევ ხმას, იმიტომ რომ პრინციპში ის ტიპი არ მომწონს და არც ეს პარტია არ მომწონს, მაგრამ სხვა არჩევანი არ არის, ეს არის ერთი დიდი გაერთიანება, რომელიც საწინდარია იმისა, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა გადავრჩებით. და რო გადავრჩებით, მერე დაიშალონ და მაპატიად კისერი უტეხიათ ზოგმა დღგ-ზე ილაპარაკოს, ზოგმა საპენსიო ასაკზე, ზოგმა კიდე რაზეც მოეპრიანება და რაც მოუნდებათ, ხო? მერე ეს იქნება უკვე რაღაცნაირი დემოკრატიული შეჯიბრი. ეხლა ამ ეტაპზე უბრალოდ თავის მოტყუებაა ის, რომ ჩვენ თუ რაღაც კომუნალურ სერვისს შევთავაზებთ სოფლის რომელიღაც სოფლის მოსახლეობას, ამის გამო ის ხმას მოგვცემს, იმიტომ რომ თუნდაც ამგვარ დაპირებებში უფრო დამაჯერებელი არის პირველი ხელისუფალი, რომელსაც ენით უშუალოდ ეხება მაგის გაკეთება, კი ბატონო. ეხება და იმდენი ფული აქვს, რომ რავი, გააკეთებენ ცოტას რა და პარტიებს იმდენი ფული აქვს, რომ რაღაც ძლივს არსეობენ თვიდან თვემდე. ძალიან ცოტა. ერთ და მეორე არის ივანიშვილი, რომელსაც ეს იმიჯი აქვს, რომ ფული აქვს და თუ დაჭირდა ჩაასხამს. ანუ მაგ ტყუილში ეგეთი ტიპის დაპირებებში მართლა ყველაფერს იზამენ, ხო? მით უმეტეს ახლა ესენი მხოლოდ პიარზე დგანან, იგივე ვახსენებ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილმა იპოდრომი პიარ კამპანიის თვალსაზრისით 3-ჯერ გადასცა თბილისს.
მაგრამ სინამდვილეში არც ერთხელ არ გადაუცია. მაგრამ სამჯერ აწარმოა სრული PR კამპანია, აი რა მაგარი კაცია, როგორი ქველმოქმედია, რა პროექტს აკეთებს და დიდი მადლობა ბატონ ბიძინას და სინამდვილეში მე რა აღმოჩნდა რომ გაყიდა ამ იპოდრომის ნაწილი და კიდე კორპუსები უნდა ჩაიდგას. აი ეს უკაცრავად გაგაწყვეტილი, მაგრამ მინდა თან უპასუხო მაყურებელს, რომ ბატონ თორნიკეო კითხვებს კითხულობთ თუ არაო და სომლის აზრი აინტერესებს, რომ კითხულობ. ახლა კონკრეტულად აი ბექა აქტიურად გусმენს ხოლმე ბექა კითხვები ვერ დავინახე პირველ რიგში ეს არის თქვენი აზრი რომ ევროპა ზელენსკი არ დათმობს რომ ასე ვთქვათ უკრაინა გაყიდეს და ასე შემდეგ ამაზე ვილაპარაკებთ ალბათ რაღაც იმაზე და მეორე თუმცა ლაპარაკობს ამ შემთხვევაში ზაზა რაღაცა თემას მიყვებით ხო არ შეიძლება ესე ვერ ვახერხებ ესე რომ რაღაც აბსოლუტურად განყენებულ სხვა თემაზე უნდა დავამთავრებინოთ აზრით თორე იმისი ტელევიზიის გადაცემა გამოვა მაშინ და არა ჩვენი საუბარი ხო კი ბატონო კითხულობ და მაქსიმალურად გავითვალისწინებ როგორ შესაძლებელი იქნება ზაზა არ ვიცი აი ამაზე თუ კიდე გინდა რაღაცა შიდა სიტუაციაზე თქვი რა საკვირველია შიდაზე მაგით დავასრულოთ მე მგონი რომ ერთადერთი გამოსავალი მართლა ერთადერთი გამოსავალი არის ის თუ ყველა გაერთიანდება ამ შემთხვევაში გვაქვს შანსი თუ არ გაერთიანდება მაშინ გარანტირებულად არა გვაქვს შანსი აი ეს კარგად დაიმახსოვროს ყველა. იბატონო, ეხლა მოდი გადავიდეთ აი შენ რო ახსენე რომანტიკოსი ევროპელი პოლიტიკოსები, მან ცოტა ესეთი წინააღმდეგობრივი განცდა მაქვს რა. ერთი მხრივ კარგია, აი მეორე შენ თვითონ თქვი რომ ვიღაცა ლოზუნგებით ლაპარაკობს. ცოტა უკვე დამიჭირდა რომანტიკოსის მელოზუნგის და თვალთმაქცის გარჩევა, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა მიუნხენის კონფერენციაზე რომ გამოვიდა კაცი და ატირდა ის კაცი მახსოვს რომ ჩდილოეთ იმისთვის რა ქვია ნაკადისთვის გადაიჭრა მამის ვენები და გადაეფარა გერმანელებს არ გულისხმობ და დასავლეთ არა საერთოდ ვამბობდა აი რანაირად დავინახოთ არიან უფრო სკანდინავიელები და აღმოსავლეთ ევროპელები ვინც იციან რა ბოროტებასთან აქვს საქმე რუსეთის სახით ეს ხალხი არის დღეს ვინც ვიგულისხმე აი მაგ იდეალისტების სხვათაშორის აი იმაზე შეკითხვა რომ გააგზავნა ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ იმას თავისი ვილაპარაკოთ იმაზე თუ საჭირო ევროპელებისადმი რომ აი ამ შემთხვევაში გააგზავნით თუ არა ჯარს რაღაცა რა არის საჭირო როგორც საჭირო როცა ეს კონკრეტული შეკითხვები დადგა ისევ ეგრე აღმოჩნდა შენ როგორც დაყავი სკანდინავიელები და აღმოსავლეთ ევროპა სხვათაშორის პოლონეთისგან გამიკვირდა რომ არავითარ შემთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებთო მაგრამ სკანდინავიელებმა და თქვათ ინგლისმა და თქვენს რომ კი ბატონო მზათავარ ესეც სიტყვებია ჯერ რეალურად მოხდება თუ არა და ერთ-ერთი შეკითხვა იყო როგორ უყურებთ რომ აი ეს ჯარი საერთაშორისო ნაწილები უნდა ჩადგენ თუ არა უკრაინაში ზაზა გაგვიწყდა ისე მოდი ჩემთან მოდის სიგნალი ჩემთან ისმის ხო აი კითხვაც ერთი იყო რომ როგორ უყურებთ უკრაინაში თქვა საზოგადოებრივი ჯარების ხო მე მგონი მაგამდე სანამ მივალთ რაღაც საკითხები უნდა გავიაროთ იმიტომ რომ როგორც თulis საჭირო ეხა ამ თემაზე მიდის ხოლმე ძალიან ხშირად სამხრივი მსჯელობა ისინი ვისაც სინამდვილეში უკრაინის დამარცხება უნდა და რუსეთის გამარჯვება უნდა ხშირად აქცენტს აკეთებენ უკრაინაში არსებულ კორუფციაზე იმ მილიონ ჩავარდნაზე რომელიც უკრაინელებს ჰქონდათ ამ პერიოდში იმაზე რომ ევროპა სინამდვილეში ორმაგი სტანდარტების მიმდევარი იყო წლების მანძილზე და ამაზე მე და თქვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დიდი ხანი და ბევრ მაგალითს მე თვითონ მოვიყვან მათ შორის Nord Stream 1-ის, Nord Stream 2-ის რომელიც ასევე ამერიკული რესეტის ფონზე მიდიოდა და ასე შემდეგ ხო ამაზე საუბარი არ არის იმიტომ რომ კი აქამდე იგივე ევროპამ გააკეთა ბევრი ისეთი რაღაც, რაც არ უნდა გაეკეთებინა. Წალსახად. უკრაინაში დღესაც ხდება ბევრი ისეთი რაღაც, მაგალითად კორუფციაზე მე არ მაქვს სხვა წყარო თუ არა ის რაც ოფიციალურად იდება და იბეჭდება და ნუ ამბობენ რომ კორუფცია ჯერ კიდევ რჩება პრობლემად, რა თქმა უნდა. ეხლა წარმოიდგინეთ მეორე მსოფლიო ომში ხარ შენ? პირობითად ხო? და ამერიკას რო ეთქვა რომ ეხლა იცი რას გეტყვი ძმებო ეხლა ფრანგებმა ცოტა ხელი გაანძრიეთ რა იმიტომ რომ ეგრე არ შეიძლება რომ ინგლისელები და ამერიკელები ვიბრძოდეთ თქვენ გამო და იტალიაშიც რა ხდება ვერ გავიგე ხო ცოტა შემოიჭირეთ კამრები რატო ვამბობ ამას ეხლა ეს ისეთი ტიპის ბრძოლაა სადაც იმაზე დაწვრილმანება რომ დაუშვათ გერმანია გუშინ და გუშინ წინ არასწორ პოზიციაზე იდგა და ცალსახად იდგა უბრალოდ ვერაცნობიერებს იმას რომ ამას შედეგად რა მოყვება
ღმერთმა ანუ მოხდა ისე რომ შოლცის პირობებში გაიღვიძა გერმანია. მე ეჭვი არ მეპარება რომ პუტინმა ომი რო დაიწყო. ერთ-ერთი ფაქტორი მისთვის ის იყო რომ ახალი მოსულია ეს შოლცი ითვლება რომ ძალიან სუსტი ფიგურაა და წინააღმდეგობას ვერ გამიწევს, ხო? აი შოლცის პირობებში რომ გამოიღვიძა გერმანია, მე ეს ბევრს ნიშნავს და დღეს გერმანიაში AfD-ს და კიდე ერთ რადიკალურ პატარა პარტიას თუ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად ერთიანია პოზიცია, ხო? და ეს პოზიცია იცვლება. ამერიკას რაც შეეხება, ამერიკისთვისაც მან თემა ის არის რომ ამდენ ფულს ვაძლევთ და სად მიდის და ასე შემდეგ, ანუ საუბარი იმაზეა, ჩვენ გავაცნობიეროთ, ხა ჩვენ გვაა გაცნობიერებული, მაგრამ ვინც ამას ამბობს, გაცნობიეროს რა არის ეს ფული, რომელიც უკრაინაში იგზავნება და ეს იარაღი, ეს არის დახმარება უკრაინას. თუ ეს არის ამერიკის ომი, რომელიც დღეს უბრალოდ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ანუ მაგაში გეთახმები, მაგრამ ცოტა შევატრიალებ კითხვას. კი, მაგრამ მაგ კითხვაში კიდევ სხვა რამე იდო რა. მე გაძლევ შენ ფულს, ანუ სწორედ ჩვენ გაძლევთ ფულს, მაგრამ სინამდვილეში გაძლევთ თუ არა და იმაში იყენებენ თუ არა პირველ რიგში ისევ ამერიკელები, ვისთვისაც ვითომ გამოცხადებული ამიტომ. ეხლა რომ ამოვიდა ეს მასალები, აღმოჩნდა რომ პირობითად 100 მილიარდი მივეცით იძახიან სინამდვილეში მიწეს 30 და თანაც იმ 30-დან 70% ისევ ამერიკაში დარჩენილა და მაშინ რატომ აი ივანიშვილზე რო თქვი რომ 4-ჯერ გაყიდაო, იპოდრომი ეგრე გამოდის, იძახის ვეხმარები და სინამდვილეში არ კეთდება ეს. აგაშენ აღმერთმა მე ეხა მაგ ნაწილში ვერ შემოვალ დისკუსიაში, მაგრამ დაგეთანხმები რომ მან სავარაუდოდ ეგეთი ტიპის პრობლემები იყო. იმიტომ რომ ძალიან მაღალი ალბათობით დამაჯერებელია რომ ბევრი ეგეთი პრობლემა იყო. მაგრამ მე რასაც ვამბობ ისო პირობითად ეხა ბაიდენმა თუ თქვა რომ 100 მივცემ და 30 მიცა და იმ 30-დან ნაწილი ამერიკაში დარჩა, შენ თუ გინდა გამარჯვება უკრაინის და გამარჯვება ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების, მაშინ შენ იძახი რომ აი ის არ აძლევდა და მე მივცემ. აი ნახეთ როგორი არის რეალურად მეგობრის დახმარება. აი ნახეთ როგორ უნდა გაიმარჯვოს უკვე ცივი კი არა და ცხელ ომში ჩვენმა მეგობარმა, რომელიც დღეს იცავს თელ ევროპას, ხო? იქიდან გამოსვლა არის უკანასკნელიც არ არის, ხო? საერთოდ ჩემს დღის წესრიგში ვერ იქნებოდა წარმოსადგენი ეს მასალა, ეს ვარიანტი, ვინაიდან იქიდან გამოსვლა იქნებოდა ავღანეთი 2, იქიდან გამოსვლა ენიშნებოდა, რომ ამერიკამ ჩააბარა ეს ქვეყანა და ერთი რაც არ მესმის ახლა დღეს იმაზე White House-ის თეთრი სახლის საიტზე შევედი და ანუ პირველი აბზაცი უწერია რომ ესო არისო თუ იქნებაო ამერიკის ოქროს ხანაო და მე არ ვიცი ახლა ამერიკა თუ გავიდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან დღეს იყო ამაზე რეპორტი თუ უკრაინაში ის ყოლია ზაზა მინდა ახლა მაგაზე მინდა გითხრა აბსოლუტურად გეთანხმები თუ მეთქი მაგიტომ თუ გავიდა თუ უკრაინაზე ან ეხლა რაც საჯაროდ ითქვა იმას გავიმეორებ მხოლოდ ითქვა რომ და მე მგონი ჰექსეტმა თქვა ეს რომ უკრაინამ არ უნდა ანუ არც უნდა იფიქროს ეხლა ძველი საზღვრების დაბრუნებაზე უკრაინა არ უნდა გახდეს ნატოს წევრი რუსეთი უნდა დავაბრუნოთ G7-ში და სანქციები უნდა შევამსუბუქოთ ან მოუხსნათ ეს ყველაფერი წინასწარ რო გაქვს ნათქვამი მართალი გითხრა მე არ მესმის საუდის არაბეთში რაღაცე გაქვს აი რაღაცე მიდის მოლაპარაკება იმიტომ რომ რუსეთს რაც უნდა რისთვისაც უნდა ეწვალა იმის დიდი ნაწილი წინასწარ ავანსად მიიღო განცხადების სახით ანუ რუსეთი მოლაპარაკებას იწყებს უკვე იქ ანუ რაღაც ახალი მოცემულობიდან ეს ახლა მაპატიეთ მაგრამ პირველ კურსელთან რომ აქვს ურთიერთობა და რო ეუბნები რომ ცოტა ისტორია წაიკითხე კლაუზევიცი წაიკითხე თუკიდიდე წაიკითხე მაკიაველი წაიკითხე სამი წიგნი წაიკითხე ბევრი კი არა ხო და ცოტა ისტორია გადახედე მაინც ხო იმას არ ვაპატიებ ესეთ რაღაცას რომ ეს არის მიამიტობა რომლის ფასს გადავიხდით ჩვენ ყველანი ამერიკა გადაიხდეს გან არ გადაიხდეს და ოქროს ხანა იმიტომ ვახსენე ხა რომ რანაირი ოქროს ხანაა შენ თუ მეგობრებთან სიძლიერის ნაცვლად სისუსტეს პროექცირებ. ეხლა შეიძლება შენ გაყიდო დაბრუნდე ამერიკაში და თქვა რომ მე ომი დავასრულე, მაგრამ პირობითად რო თქვა, ეხლა ეგრე ომი აფხაზეთში დასრულდა 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა აფხაზეთში ომი. შვიდობა ერქვა მაგას? ეთახმები. ეხლა უკვე წარმატება იყო, ხო არ იყო ეგ წარმატება? ეს რაცა თქვი, სრულიად გეთახმები და მოყვები. ერთადერთი აი ჩვენი გადაცემის გიგი თევზაძე ლაპარაკობდა და აი ამ შენს პასუხებს სხვანაირი ინტერპრეტაცია და პასუხი გასცადა. პასუხი რა შემდგომარეობს, იცი რომ არ ჩავიდე დეტალებში, რომ ეგრეა, რასაც ამბობ, ეგრე ჩანს, მაგრამ პარალელურად არის სხვა განცხადებებიც, ანუ ვისაც როგორ უნდა ისახატო და სინამდვილეში ეგ არ ხდება.
აი თუ სინამდვილეში ეგ არ ხდება, მაშინ კიდე რაღაც იმედი არის, მაგრამ სინამდვილეში თუ ეგ ხდება, რასაც შენ ამბობ, ეს არის ტრაგედია და გავიღუპეთ მაშინ. მოდი ასე ვთქვა, ანუ სინამდვილეში რაღაც მე ზუსტად აი ასეთ ახსნებს ვისმენ ხოლმე, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, ხო? ეხლა ჯაველინები მოგცვა თავის დროზე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი თუ ეგრე არ ხდება, უბრალოდ რიტორიკას საჯარო ურთიერთობებში და მით უმეტეს რუსეთსნაირ ქვეყანასთან აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეხლა ტრამპი იმითია ცნობილი, რომ მისი ეშინიათ, ხო, ანუ კანადას რაღაც თითი დაუქნია და რაღაცები იქვე შეუსრულა კანადამ. ხო, კიდევ ვიღაცას თითი დაუქნია და ევროპულმა ქვეყნებმა ძალიან სწორად სხვათა შორის თქვეს, რომ ჩვენ სამხედრო ბიუჯეტებს გავზვდით და ეს ნამდვილად ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მოდუს ოპერანდის რატო ცვლის რუსეთთან? ანუ ბოდიში და ეხა იმ სატელეფონო საუბარში რო ეთქვა პუტინისთვის, რომ დაგადუღებო. დაგადუღებ ხვალ თუ არ გახვალო. რას იზამდა პუტინი? დღეს გამოვეთრა ეს მაპატია რა უნდა ვთქვა სხვა ეს ზახაროვა გამოვიდა და ნაგლად ულტიმატუმებს უყენებს ნატოს. ეს ლოტი აიგეთო უკანა ყველაფერი რასაც ლაპარაკობთ, ხო? ხო, ანუ ამას ბედავს და ეხა ეს როგორ არის ანთავმოყვა, ანუ greatness და ის კი არა მაპატია და golden age კი არ არის. თავმოყარეობაში როგორ ხდება რომ ვიღაც ლოტი ბედავს და ამერიკას გიყენებს ულტიმატუმებს. როცა ვიმეორებ, ეგეთივე ტონით რო ელაპარაკო პუტინს, როგორითაც ელაპარაკე დანიას გრენლანდიაზე, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი როგორც აი ლაჩარი, ხო? პუტინს აი მაღაზი აქვს თელი გათვლა, რომ აბა სადამდეც მიაწვება ვიღაცა თუ მაპატია და ჩაისვრის, გაუვა რაღაცა, ხო? თუ არის ეგეთი ბიჭი, დავე ეგრე დაელაპარაკე პუტინს, რა რატო ელაპარაკები ისე რომ ხა მე მას დაველაპარაკები და მივიღებ იმას, რა ქვია, დათმობებს. ეხლა მე დღეს რაც ვნახე ერთ-ერთ ვერსიაში სამშვიდობო გეგმის იყო სამი რაღაც. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მართლა ხა უკრაინის თემაზე რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გარეშე აპრიორი ჩემთვისაც მიუღებელია, ხო? ნებისმიერი პრაგმატული, მორალური, სამართლებრივი და მრავალი სხვა კონტექსტში. მეორე ამ სამპუნქტიან გეგმაში ეწერა სამი რაღაც. პირველი ცეცხლის შეწყვეტა, მეორე ახალი არჩევნები უკრაინაში და მესამე უკვე დარეგულირება ამ კონფლიქტის. ეს ახალი არჩევნები რას ნიშნავს? ხო, იმ დღესაც წამოსდა ტრამპს, სანამ იქნება ზელენსკი იქნებაო და მე არ ვიციო, ანუ ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ ზელენსკი ხელს გვიშლის. ჩვენ ახლა ცეცხლი შევწყვიტოთ, ზელენსკი მოვიშოროთ და მე რასაც გვინდა მოვაწერინებთ, იანუკოვიჩი მობრუნდეს იქნებ, ხო? რაც საქართველოში გააკეთეს, სააკაშვილი უშლიდათ ხელს, პუტინმა პირდაპირ ტექსტი თქვა, როდის არის თქვენთან არჩევნები გამახსენეთო, მოიყვანეს ივანიშვილი და ივანიშვილი შემდეგი 13 წელია უკეთებს ყველაფერს, რაც უნდა რუსეთს. ეხა ეს გეგმა თუ არის სამშვიდობო გეგმა უკრაინაზე, მაშინ ეს არ არის გამარჯვება, ეს არ არის მშვიდობა, ეს არ არის წარმატება, ეს არის კაპიტულაციის არ ვიცი ხა, მე ვიცი რომ მარკეტინგი დიდი ხელოვნებაა, მაგრამ ასეთი პირწმინდა წაგების და დამარცხების და ჩაბარების წარმატებად გაყიდვა როგორ უნდა მოახერხოს ვინმე, მე ვერ წარმოვიდგენია. მე მაქვს რა თქმა უნდა, მოდი ასე ვთქვათ რა, ეხა მაინც დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ტრამპზე საუბრის დროს ერთვება ხომ ეს პარტიული ელიგენსები რა, რომ აი თუ რესპუბლიკა მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი რესპუბლიკური პარტიის მომხრე. დღეს არ ვიცი ვისი მომხრე ვარ. ვიყავი იმიტომ რომ ეს იყო რეიგანის პარტია, ვიყავი იმიტომ რომ ეს იყო ის პარტია, რომელიც ძალიან საღად უდგებოდა საბჭოთა კავშირს. იცოდა რა იყო კომუნიზმის საფრთხე, იცოდა რა იყო რუსეთი. მოდიოდა ცივი ომის ბექგრაუნდიდან, ხო? მაკეინი ყავდათ აგერ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ეს არის ის რესპუბლიკური პარტია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, იმიტომ რომ საგარეო ურთიერთობებში ყოველთვის რამდენიმე ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით და ეხა ეგენი არ არის რელევანტური, ყოველთვის იყვნენ იმ პოზიციაზე, რაც საქართველოსთვის იყო მომგებიანი, ხო? ანუ მე ამას არ ვსაუბრობ როგორც ანტი-ტრამპისტი, როგორც ანტი-რესპუბლიკელი და რაღაც ჩასაფრებული. მე ამას ვსაუბრობ როგორც ქართველი და ასევე როგორც ამერიკის გულშემატკივარი, რომელსაც მართლა უნდა რომ ამერიკა მართლა ისკანო, თუ უნდა რომ დიადი იყოს ამერიკა, ჩემი თავი შემოგეოს მაგას რა ჯობია, აბა ჩინეთი ჯობია, რუსეთი ჯობია თუ ვინ ჯობია, ხო? ანუ ხო ჯობია ამერიკის პირობებით იყოს აქ მშვიდობა და არა ჩინური ან რუსული პირობებით. მარტივი და რაღაც შეიძლება ნამეტანი რიტორიკულ კითხვას ვსვამ. ხო და ამისთვის საჭიროა ის რომ ხა გიგის თუ უთქვამს რომ რა ქვია ერთ სამოს და მეორეს აკეთებსო. არის დავინახოთ რაზე აისახება ეს. რატო ამბობ, აი მაგალითად ეხა წინა პრეზიდენტობის ვადაში ჰელსინკის სამიტი იყო პუტინსა და ტრამპ შორის. მე ვთვლი რომ იქაც იყო ეგ იყო ალბათ ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთი low point-ი. იმიტომ რომ ტრამპმა თქვა რომ მეო პუტინსო ვენდობიო, კაიკაციაო, ისეთიაო, ასეთიაო და იმავე პრესკონფერენციაზე CIA-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს თავზე გადაიარა, ხო?
ხა მე მესმის რომ CIA-ის ალბათ ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, მესმის რომ მილიონი რაღაც დაუშავებია, მაგრამ მეორე მხარეს მტერი, აქეთ მხარეს არის შენი ვიღაც ან არაკომპეტენტური, ან კორუმპირებული, ან რა ვიცი, ყველანაირი რაღაც შენია ის, ხო? მეორე მხარეს არის მტერი, რომელსაც უნდა რომ გაგანადგუროს, როგორც სახელმწიფო, როგორც გავლენის სფერო და იმაზე იძახი რომ კაი ტიპია ხა. ეხაც ამბობს, ხო, რამდენჯერ მეთქვა რომ პუტინს უნდა ომის დასრულება და ვინ უშლის ხელს, მე უშლი ხელს, თორნიკე უშლის ხელს, თუ ვინ უშლის ხელს? ომის დასრულება თუ უნდა ჯერდი არ დაიწყებდა. თუ ომის დასრულება უნდა დღესაც შეუძლია ამ წამს გაიყვანოს თავისი ჯარი და დასრულდება ეს ომი. ან მინიმუმ ვიტყვი, მინიმუმ ნუღა გააგრძელებს კიევის დაბომბვას და სხვა უკრაინული ქალაქების დაბომბვას. ამ ხრივ მაინც გააჩეროს. მის ხელშია ეს, ხო? ზაზა, სრულიად ლეგიტიმური კითხვებია და მე ნამდვილად აი შე როგორც უყურებ ეგრე არის რა, ვერაფრით ვერ შეგეწინააღმდეგები, მაგრამ აი ხლა ერთადერთი იმედი მაქვს, აი გიორგი ჯაფარიძე გვეპასუხება, რომ დღეს ამ განცხადების face value დახმა მე მგონი ნაჩქარევია. ეს არის იმედი, რომელიც თქვათ რაღაცნაირად კიდე ჭიათებს რა და ნახოთ იქნება როგორ იქნება. აქვე არის ერთ ვიტყვი ახლა ანუ მე პატივს ვწევ ყველა ადამიანს და მე ამ პოზიციას კი არ ვასაღებ რომ მარტო ასე არა გასაგებია ყველა უბრალოდ რას ვამბობ რომ ერთ ხარეს გვაქვს ჩვენ განცხადებები რომლებიც მარტო სიტყვები კი არ არის განცხადებები აისახება ადამიანთა განწყობებზე აისახება მოლოდინებზე და მოლოდინები ყველაფერში მნიშვნელოვანია რა ვიცი ამერიკის საფონდო ბირჟები დგას მოლოდინებზე ხო შეიძლება ამა თუ იმ ფირმას თუ კორპორაციას ახლა ბევრი არაფერი არ ქონდეს მაგრამ ისეთი პაკეტი შეკრას და ისეთი მოლოდინები გააღვივოს რომ უცბად მილიარდები აიღოს ბირჟაზე ხო მოლოდინები განსაზღვრავს ადამიანების ქცევას და მოლოდინებს განსაზღვრავს სიტყვები ამიტომ თავისთავად სიტყვები უკვე ბევრს ნიშნავს ეხლა თუ ამას არ გააკეთებს ანუ რასაც საპირწონედ გვეუბნებიან მე ხო რა ვიცი მხოლოდ გამიხარდება და თუ სხვა რამეს გააკეთებს მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ვარაუდი რომელიც არაფერს არ ეფუძნება ჩვენი ვარაუდია ხალხია ეხლა მინდა მასკზე იყო კითხვა მასკის სიგიჟეებს როგორ შეაფასებთო Twitter-ზე ახლა გამოვიტან კიდე რო არ დამაბრალონ და პარალელურად მინდა ჩვენს rock and rolls rocks უპასუხო რომ მასკი საერთოდ აპლოდიმ სრუტები შეეგრება ალთამდე კომენტარი დაუწერე როგორ უნდა აშეშეს უკრაინის გადაგდება რატომაც გაატარეს წინა ეთერში გიგისა არის ამიტარებია rock უბრალოდ ეხა ზაზას ველაპარაკები და ზაზას დროა მაშინ გიგის ლაპარაკი იყო სიამოვნებით თქვენ თუ გაქვთ სათხელი და გინდათ გეპატიჟებით მოგზავნით თქვენი აზრით ხვით და ეს კომენტარები სხვა მაყურებლისთვის ჩანს და ისინი კითხულობენ ამდენად რაღაცნაირად უნდა დავაბალანსო ხო შეიძლება რომ წავიღო მთელი ეთერი ამითი და ამიტომ რაღაცა თქვენს გაგებით მოეკიდეთ ასე თქვა და ამ სიტუაციას რომელიც გვაქვს გასაგებია თქვენი აზრი და საზამად ძალიან ლოგიკურად და სავსებით ლეგიტიმური კითხვები ჩამოაყალიბა იმ გვაწუხებს ეს იმიტომ რომ მე მაგალითად მინდა რომ პუტინი ნახო ბორკილებში ზოლიანი განსაცვლით და ბალანდას როგორ ჭა მაგრამ არ ვიცი ხა როგორც იქნება ნახოთ რა სწორია ჩვენ როგორც ქართველები ეს გვინდა ეხლა ცოტა აუცი ხო კითხვა იყო რომ მასკის სიგიჟეებზე რა სიტყვიო რა ზაზა და როგორ აღიქონ საერთოდ აი ამ პერსონაჟს და ამ სიტუაციას როგორ ვთქვა ისე რომ თან აზრი გამოითქვას და თან არავის ეწყინოს ნახე რას ვამბობ იმიტომ რომ როცა წყინთ მე არგუმენტს აღარ იღებენ რა ო ეგ არის მართლა ხო და მე მინდა რომ არგუმენტი მიიღონ ეხა თავის დროზე წავიკითხე ტრამპის მე მგონი 25 პუნქტიანი გეგმა იყო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იმ 25 პუნქტში ნუ შეიძლება ითქვას რომ 20 პუნქტს მოვაწერდი ხელს პუნქტებს რომელიც შეეხებოდა ეკონომიკას და ბევრ შიდა ამერიკულ საკითხს ხო ამერიკა ისეთი ქვეყანაა ანუ უზარმაზარი ქვეყანაა და ამერიკელების დიდ ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება მის საზღვრებს გარეთ ზოგმა გეოგრაფია არ იცის ზოგმა დღეს სხვათაშორის ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგს უყურე და იქ გაირკვა რომ ბიზნა ივანიშვილმა არ იცოდა სირია რო ქვეყანაა და როდესაც სირია გაზეთში სათაურად ნახა ოცნების გაზეთში ეგონა რომ ირიბად მას გულისხმობდნენ აი საჯარო სივრცეშია ეს და სახელობით ბრუნვაში ესია ეს კაცი ხო და იმ ამერიკელებში ახლა ეს ჩაოლებრივი მოვლენაა მაგრამ რატომ ამბობ შიდა პოლიტიკურად რასაც აკეთებს მათ შორის
ამ ნაწილში ეწყინოთ თუ უნდათ, მაგრამ რა ვიცი, ხა ის ზოგი ის მართლა ვოუქსიგიჟე რაც ამერიკაში ხდებოდა, ანუ არაფერში არ ჯდება და გაზა ახლა გეტყვი აქ ვზივარ და უცბად გაირკვა, რომ social security რო რიგდება, ჯერ ესეთი უამრავი მკვდარი სულია და მილიონობით ხალხი ჩაწერილია, რომელიც 120 წლიდან 150 წლამდე არის ასაკის რა. აი წარმოგიდგინე რა მასშტაბების იმას გასული ეს ხო და იმას ვამბობ, ეხლა ისეთი თემები ნამდვილად არის, რომელიც ლეგიტიმურიც არის, გასარკვევიც არის, მისახედიც არის. აი იგივე ეხლა გრენლანდიაზე როცა იყო საუბარი, მაგრამ დავასრულებ იმას, ანუ ის უნდა მეთქვა, რომ აი შიდა თემებს რო თავი დავანებოთ, იქ იყო რამდენიმე საგარეო საკითხი. იმ საგარეო საკითხებში ყველგან იყო კატასტროფა უკრაინაზე, ნატოზე და ჩემთვის როგორც ქართველისთვის, ხო, ჩემთვის როგორც ევროპელისთვის ეს არის გადამწყვეტი. ეხლა ძალიან კარგია თუ რაღაც თემას მიხედავს. ხო, შიდა თემას თუ მიხედავს, ეკონომიკა თუ წინ წამოვა და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენზეც აისახება, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ გვიდგას ძალიან მოკლევადიანი პრობლემა, ეგზისტენციური პრობლემა გვიდგას რუსეთის სახით. ამიტომ ეხლა ვერ ვაცლით, რომ სანამ იქ რაღაცები დაალაგდება, მერე ეკონომიკა წინ წავა, მერე ეს კიდევ ვიღაცები წამოვლენ და მერე საბოლოო ჯამში ევროპასაც მიეხედება, ამდენი დრო ჩვენ არ აგვაქვს დღეს. იგივე ეხლა საგარეო პოლიტიკაზე როდესაც საუბრობდით, ხო? აი წარმოიდგინე, არის შენი ტრადიციული მოკავშირე, რაც დანია და ამერიკა არსებობენ, სულ მოკავშირეები არიან, ხო? ხო შეგიძლია ამ ქვეყანას უთხრა, რომ მოკლედ ჩემთვის გრენლანდია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ ჩინელები მაიმუნობენ, იქ რუსები მაიმუნობენ, ეხლა იქ ყინული ლღვება, რესურსია, წიაღისეულია, სამხედრო დანიშნულების თემებია და მოდი რა გავაკეთოთ ბაზები, მოდი რა იქ რაღაცეები გავაკეთოთ, მე ეს მინდა. ეხლა რომელი ჭკუატყოფელი ეტყოდა დანიელი ან გრენლანდიელი ავტონომია მაინც ამერიკასო არ მინდიხარ, ხო? ну შეიძლება იქ უკაცრავად გაგაწყვეტ აბსოლუტურად გეთახმები მეც მომხრევა რომ ესე იყოს ლაპარაკი, მაგრამ მაგის კონტრარგუმენტი რა არის, იცი რომ წყლარა და წესიერად რომ გელაპარაკები უკვე წლებია არ გესმით ჩემი და სპეკულირებთ ჩემ სიკეთეზე. ეხლა რამდენად სწორია ეს რეაქცია და რამდენად სწორია ეს გაბრაზება სხვა არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს აი იგივე ტარიფების ის ვარ ეხლა იცი რა, გეუბნებით რომ უსამართლოა, გეუბნებით. თქვენ კიდე მეუბნებით პარიზის ხელშეკრულებაში მოაწერე ხელი და იმაზე რო თქვა გრეტა თუნბერგზე, აი ესეთ რაღაცებს მელაპარაკებით და ამიტომ მე გავბრაზდი და ეხლა ესე ულტიმატუმი. აი გრეტას ხსენებაც მინდოდა. გრეტას ხსენებაც მინდოდა, იმიტომ რომ აი რო გამოვიდა ეხლა ჯეიდი ვენსი მიუნხენში, ორჯერ მოусმინე იმ გამოსვლას, რომ არაფერი გამოგჩენოდა. ცხადია ვიმეორებ იყო თემები, როგორიც არის ის, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებას უნდა მიხედოს. შეუძლებელია ეხლა, რომ ზოგს 1% კონდეს საკუთარი ბიუჯეტის სამხედრო დანახარჯი და ზოგს 2. ნუ მე მგონი 5 მოითხოვა ტრამპმა და ზოგი ხო და კი, ეს არის კარგი და აუცილებელი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ რაც მან იქ თქვა, რომ თქვენი პრობლემაო, რუსეთი კი არ არისო, შიდა პრობლემა არისო და სახელობითად ახსენა გრეტა თუნბერგი, ეხლა მე გრეტა თუნბერგის დამცველად არ გამოვდგები არც ერთ კონტექსტში, მაგრამ ევროპის ეგზისტენციურ საფრთხეთ სახელობითად ახსენა გრეტა თუნბერგი და არ ახსენა პუტინი. ეხლა ეს რამდენად ადეკვატურია? ხო, არა, როგორ შეიძლება მიკამათებდით, მე რო ვიყო რაღაც გრეტა თუნბერგის იდეოლოგიის მიმდევარი, ალბათ მეკამათებოდი რაღაცაზე, მაგრამ არა მაგნაწილზე ვერ კამათობთ, არ ვკამათობთ, არ გვაქვს საკამათო, იმიტომ რომ ჩემთვისაც ბევრი რამე კომიკურია, ხო, ამ ახალგაზრდასის ვილად რო თქვა. მაგრამ რა ის გრეტა თუნბერგი აქეთ ყავს პირსისხლიანი პუტინი, რომელმაც ანუ მოსვლის დღით ჯერ როგორ მოვიდა პუტინი ახსოვს, ანუ იცი ის საკუთარ ქვეყანაში ააფეთქა საცხოვრებელი კორპუსები, რომ შეექმნა კაზუს ბელი ჩეჩნეთში ომის დასაწყებად. მერე ჩეჩნეთს მიაყენა ტანკები და მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე დიდი ომი იომა ფრონტალური თვალსაზრისით. ხო, ანუ მიწასთან გაასწორა ქვეყანა 250,000 კაცი მოკლა მარტო ჩეჩნეთში. აი, აი ხლა შენასაც ამბო. სინამდვილეში რეაქცია და პასუხი აი ესე წყნარად დასაბუთებულად იგივე ჯეიდი ვენსისთვის ეს უნდა იყოს რა და როგორ ეს მაგალითად ქართულ ეთერში და ამათ მარიციან რატო არავინ არ ლაპარაკობს ამას რატო არ ეუბნებიან კი რეაქცია შეიძლება იყოს დებატებში მაგრამ იმას ვამბობ ხა ამერიკის ჩვენ აქ ვაშაყირებდით ხო მინისტრებს რომ მინისტრობის მერე მიდიან განათლების მისაღებათო და ეხა კაცი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი რო ხარ მე არ უნდა გაგეუნებოდი ამას არანაირ ფორმატში ხო ეხა ეს არის რაღაც ის საბაზისო
რაც პრინციპში უნდა იცოდეს და თან უნდა იცოდეს არ იცის და ამიტომ საჭიროა ეს ლექცია ხო იქ იმაზე მაგალითად მიუხედავად კონფერენციაზე ვიღაცა უნდა გამოსულიყო და ჯიგარო ესენი არ იცი უნდა ეთქვა თუ ამაზე რა პასუხი გაქვს და არა ის რომ იქ იტირა ვიღაცამ და ვაიმე როგორ გაგვიბედა კიდევ ახსენოთ ეს მოლაპარაკებები საუდის არაბეთში დღეს გამოქვეყნდა რუბიოს ერთგვერდიანი შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც საუბარია იმაზე თუ რაზე ილაპარაკეს და რაზე შეთანხმდნენ, აი პირდაპირ გეტყვით არის კატასტროფა ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ ამ დოკუმენტიდან ჩანს რამდენიმე რაღაც. პირველი ჩანს რომ რუსეთთან დარეგულირება არის მიზანი კი არა, თვითმიზანია. ანუ ჩვენ გვინდა რომ დაერქვას სიტუაციას, რომ ამერიკამ და რუსეთმა ურთიერთობები აღადგინეს. ანუ ეს მიზანია და ამ მიზანს მოარგებენ ყველაფერს. ეს ჩანს პირველი. მეორე იქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ ვაიძულებთ ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ თუ ამერიკაო რომელსაც ძალის პოზიციიდან შეუძლია აიძულოს უკრაინა და რუსეთი რომ მოილაპარაკონ ანუ უკრაინა პირველი წერია ახლა რაღაც დეტალებს აქვს მნიშვნელობა ხო მეორე წერია რომ რუსეთსა და ამერიკას შორისო გამაღიზიანებელი ორხრივად გამაღიზიანებელი ფაქტორები უნდა მოიხსნასო რა არის ახლა ივანიშვილმა მოხსნა საქართველოს როგორც გამაღიზიანებელი ფაქტორი ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჭყალებში გამაღიზიანებელი ფაქტორია ახლა ეს ხო უკიდურესი ნიველირება იმას რაც იმ ბოროტებისა რასაც პუტინის ჩადის უკრაინაში. ეხლა მესმის რომ პუტინს ყველაფერზე აქვს ვოთებაუთიზმის პასუხი. მაგრამ ვიმეორებ ამ ვოთებაუთიზმის მიუხედავად და მიუხედავად იმისა რომ ამერიკას თავისი წილი შეცდომები და მათ შორის შეცდომებზე უარესიც აქვს ხანდახან გაკეთებული. მაგრამ რატომღაც მაინც ყველას უნდა იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც ამერიკული ცხოვრება, ამერიკული დღის წესრიგია, ემიგრანტები რომ მიდიან, ამერიკაში მიდიან, ხო, რუსეთიდან გარბიან და ამერიკაში მიდიან, ხო? ასეთი ცუდი თუა რატო ხდება ეგ? ევროპასაც იგივე შეეხება. ხო და იმას ვამბობ, რომ ეს არის ის, ანუ ამერიკული დღის წესრიგი არ უნდა გავიდეს ევროპიდან. და აი ამ დოკუმენტიდან, თუნდაც ამ ერთი პატარა დოკუმენტიდან ჩანს ის, რომ ამერიკა რეალურად ამადგან ისმის ულტიმატუმებს, ანუ რუსებს რა უნდათ იმ დოკუმენტიდან კარგად ჩანს. ანუ მართლა კარგად ჩანს. ჩვენ ახლა ვიცით ქართველები ვართ, გამოგვივლია ჩვენ კანზე გვიგზნია გადაგვიტანია და რუსებს ჩვენსავით კარგად ალბათ არავინ არ იცნობს, ხო? როგორც ქართველები შეიძლება პოლონელები იცნობენ და ლიტველები კიდე ეს ჩვენსავით კარგად, მაგრამ და ახლა უკვე უკრაინელებიც. მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება მეორე მხარეს არ კონდეს არ ჩანს ამერიკული დღის წესრიგი. აი ერთი გავიგეთ რომ რაღაც მინერალები უნდა. აი რა მინერალებია ხა რაზე ვსაუბრობთ. მოგცემს მაგ მინერალებს მერე. ეგ ერთი გავიგეთ. მეორე უნდა რომ დაერქვას რომ ამან დაასრულა ომი. ეხლა ვინც პოლიტიკა იცის, გავანებოთ პოლიტიკის ცოდნა ცოტა ამბიციური რაღაცა არის. ვინც ისტორია იცის, ხო აი რა ვიცი, გადავხედოთ თუნდაც ბოლო 150 წლის ისტორიას, რომლის განმავლობაში კაცობრიობამ ბევრი რამდენიმე დიდი ომი გადაიტანა. გადავხედოთ ამ ქვეყნის ეთნოფსიქოლოგიას, გადავხედოთ იმას, ისინი რითი კვებავენ საკუთარ მოსახლეობას. ეხლა როგორ წარმოუდგენია ტრამპს, რომ პუტინმა მოლაპარაკებით დათმოს ის, რაც მან აქამდე მიიღო სიკვდილით, ძალმომრეობით და უბედურებით, ხო? თან პუტინი ამბობს არ დავთმობო. და ეს იძახის, რომ არც უნდა დათმოსო და აბა რაღაცა ლაპარაკობენ მაშინ. მაგალითად, ესეთი პასუხი მისაღებია შენთვის ერთ-ერთი ვერსია, რომ სინამდვილეში ამერიკა უკეთებს იმას რუსეთს იგივე მეთოდს ხმარობს, რასაც რუსეთი აქამდე ხმარობდა. ანუ ჩაითრია არაფრის თქმელ, არაფრის მომცემ დოის მოლაპარაკებებში, უბრალოდ დაგაკავებ ახლა მე აქ და აი ესე ვილაპარაკებ და ამასობაში მე ჩემსაც გავაკეთებ. არის ამისი ვარიანტი. მორიგი ვარაუდია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს, თუმცა დავიცი, ნახოთის მეტი არაფერი შეგვიძლია მაგაზე ვთქვა, ნახოთ, მაგრამ ნუ არაუდია რა. აი მე ხა კიდე რა მაინტერესებს, იცი, მეც ეგრე ვარ, ეხა მე ძალიან იმედით ვუყურებდი, რომ აი ხა ეს კავბოები მოვლენ და დაანგრევენ ყველაფერს და გაასწორებენ. და ეხლა მეც ეგრე მოლოდინში ვარ და ვერაფრით ჩემ ასე ვთქვათ, მოლოდინებს და არგუმენტებს ჯერჯერობით ხორცი არ ესხმება. სამწუხაროდ, მაგრამ აი რა მაინტერესებს შენ რომ როდის დადგება ის ვადა, როცა ვნახოთ და აი შენც დაწუნდები, მეც დავწუნდები, რომ აი ცირა აი ეს არის რეალობა და სხვა გზა, სხვა არ არის. აი როდის არის იმისი, თქვათ ეს ერთ კვირაში უნდა მოხდეს, ერთ თვეში, როდის შევხედავთ, რომ აი რა ფაქტებს ველოდებით დასადასტურებლად ჩვენი ვადაზე არ არის დამოკიდებული, იგივე გავიხსენოთ საქართველოში რომ შემოიჭრა პუტინი, დადგა ჯორჯ ბუში თეთრი სახლის წინ, დაიყენა კონდოლიზა რაისი და მეორე მხარეს გონი რამსველდი ედგა
და თქვა რომ მე ახლა ვაგზავნი ამერიკის სამხედრო ფლოტს რომ საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანოს. ხო. და პუტინი გაჩერდა. თუ მედვედევი ერქვა მაშინ, მაგრამ რუსეთი გაჩერდა, ხო? ვიმეორებ რა გააკეთა მას თქვენს რომ სამხედრო ფლოტს ვაგზავნი ქართველების დასახმარებლად, კი წყალი იქნება იმ გემებზე, მაგრამ ქართულ პორტებში შემოვა ამერიკული სამხედრო გემები. ეხლა ერთი მესიჯია, როდესაც საჯაროდ ამბობ ყოველდღიურად რომ უკრაინა ვერ აღიდგენს საზღვრებს და რა აზრი აქვს და ნატოზეც არ უნდა იფიქროს და მეორეა რომ უკრაინა არიან ჩვენი ძმები, იბრძვიან თავისუფლებისთვის, თავისუფლება არის მთავარი ამერიკული ღირებულება, თავისუფლების იდეაზე დგას ამერიკა როგორც სახელმწიფო, ესეთი არიან ხალხი, რომელმაც ბევრი იბრძოლა, ბევრი სისხლი დაღვარა და ისინი არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ. ამიტომ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ არის დათანხმდება იმ პირობებზე, რომელსაც აი ეს კორიფე კაცი, ძლიერი ლიდერი ტრამპი ასახელებს, ანალა და ჩვენ ყველანაირი ბერკეტი გვაქვს იმისა, რომ ეს ომი დასრულდეს მალე. და ეხლა თუ მოაწერს ხელს პუტინი ამას დასრულდება მისთვის კიდე რაღაცა ფორმით მისაღებად და თუ ეხლა არ მოაწერს, მაშინ ნუ ნახოთ როგორ დასრულდება. ეს არის მარტივი რაღაცა, ხო? ამის გაკეთებას ადვილია, თქმაც ადვილია და ეს იქნებოდა ის, რომელიც სხვა მორალურ ფონს შექმნიდა მოლაპარაკებების წინ. კი, ზაზა, ერთი არგუმენტი მაქვს მაგაზე, ეს აბსოლუტურად გეთანხმები, არც მესმის, საერთოდ რა საჭიროა უკრაინის ხანდახან ესე აგდებულად ხსენება და ამითი დამცირება საკუთარი მოკავშირის, ეს არ მესმის, მაგზიანებს. მოდიშა ერთ ვიტყვი, რატო იცი, წავა დაღუპულები ვახსენე და ტრამპმა თქვა, რომ ეხლა რუსეთმა ბევრი ჯარისკაცი დაკარგაო ამ ტერიტორიებისთვისო რა, ანუ სისხლი დაღვარაო და რუსეთის თვალით უყურებს ამ თემას, უკრაინელებმა რო დაღვარეს, ანუ საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ხო შეგიძლია რომ იგივე თქვა მეორე მხრის პრიზმიდან, შენი მოკავშირის და მეგობრის პრიზმიდან. ნუ აიგეც კიდე ერთი დეტალია, ბოდიში გაგაწყვეტინე. კი, არა, ბოდიში პირიქით, შენი დროა და მე რო გაწყვეტინებ არ მომწონს ხოლმე ეს ჩემი ლაპარაკის მოსმენა, მაგრამ მე რა მინდა თქვა იცი რომ ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორია მათ გასათვალისწინებად. ჩვენ, მე, შენ ეს ამას უსმენთ და ამის გარდა რაღაცა შანთივით ხდება ხოლმე ყოველი ესეთი გამონათქვამი მართლაც, მაგრამ მეორე მომენტი არის რომ ეს ტრამპს და მის ადმინისტრაციას აუცილებლად გასათვალისწინებელი აქვს შერასაც ამბობ მის შინაური სიტუაცია რომელიც ამერიკაში აქვს. ეხლა მე მოყოლით არ გეუბნები, ჩემ მეზობლისთვის გეუბნები, მაგალითად რომელიც ჩემ გვერდზე ცხოვრობს. ამას ჭირდება აი ეს ლაპარაკი რომელსაც ტრამპი ამბობს. იმიტომ რომ ამას ვერ შე როგორც ამბობ, ვერ გაუგია რა რაღაცები. და თუ კი ტრამპი ამით ამას დაამშვიდებს და სინამდვილეში გააკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია, მე თანახმა ვარ. იმიტომ რომ ეხლა რომ რაც შენ თქვი, ის ილაპარაკოს, აქ აუტრიალდება სიტუაცია. აი მაგ ჯელობაშიც თორნიკე ძალიან დიდი პატივისცემით, მაგრამ მაგ ჯელობაშიც იყო ორი რაღაც, ერთი თუკი გააკეთებს. ხო, გასაგებია არა. მეორე აუტრიალდება, რაც მაინც ვარაუდია, ხო? ვარაუდებია. არაფერი არ მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს ზიანი, რომელიც უკვე დგება. აი დგება ზიანი, ეგ მითხარი, რა ზიანი დადგა რეალურად? ის ზიანი დადგა, რომ მაგალითად ხარ უკაცრავად რა. მაგალითად ევროპა დაიწყო ბაქი-ბუქი და 700 მილიარდს დავდებთ და ჯარს გავაგზავნით, ეს მე მგონი კარგია. პირიქით, ზიანი კი არა, კაისკენ წავიდნენ რა, გამოხიზლებისკენ და აი ზიანი რა დადგა? ზიანი მე ვიტყოდი, მთავარი ზიანი რაც უკვე დადგა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში ევროპამ გამოიღვიძა და ეგ მხოლოდ კარგია, ზიანი დადგა ის, რომ ის სოფლიო წესრიგი, რომელიც ჰქონდა 45 წლიდან და რომელიც ეფუძნებოდა დიდწილად ევროპისა და ამერიკის სტრატეგიულ ურღვევ ერთიანობას, დღეს, არ ვიცი რამდენად არსებობს, იმიტომ რომ ეს ნდობა მოიშალა. დღეს ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანი ამბობდა, რომ შეიძლება ტრამპი კი წავიდეს, მაგრამ ის ნდობა ვერ დაბრუნდეს, იმიტომ რომ ამერიკელები ევროპელებს რა თვალით უყურებენ და პირიქით უკვე აღარ ვიცით, ის ნდობა აქამდე რაღაცნაირი ურღვევი ერთობა იყო, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო განსაზღვრელი და დანარჩენი მსოფლიო ხა ის კი არ არის, ჩვენ ხო ჩვეულებრივ ერთეულებზე არ ვსაუბრობთ, არის რამდენიმე განსხვავებული ცივილიზაციური მოდელი, არის ჩინეთი, არის რუსეთი და არის ეს ევროატლანტიკური სივრცე. ხო, ეს ევროატლანტიკური სივრცე უნდა იყოს ერთიანი თავისი განსხვავებებით, ხო, ერთიანი იმ თავარში, რაზეც დგას. და წეღან რომ ვახსენეთ კიდე ზიანი, მაგალითად, გრენლანდიაზე მიპასუხე, მე მგონი რომ აი ასე თუ იზამსო, მაშინ პასუხი იქნებოდა, ხო, სხვანაირიო. აი ეს 45 წლის მერე რა სამყაროში ცხოვრობს მსოფლიო
ეს სამყარო არის მით უმეტეს გაეროს შექმნის მერე თავისი ჩავარდნებით, რომელიც გაეროს უამრავი აქვს, მაგრამ მაინც რაღაცა ეგრეთ წოდებული rules based international order, ხო? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. შენ თუ იძახი, რომ იგივე გაზაში, ხა მე არ შევდივარ ისრაელი გაზას და მაგ თემას შინაარსობრივად არ შევდი, მაგრამ შეუძლია ამერიკა რო იძახი, რომ ნეტანიაჰუ გაზას მომცემს და მე იქ რაღაცას ავაშენებ, ხო და ამის გაფორმებაზეც არ დარდობ. აი, სამართლებრივად, საერთაშორისო სამართლებრივად როგორ გააფორმებ, ხო? უკვე ისეთი რაღაცა არა, ჩვენ წინ დაგხვდება, შეიძლება გაზაში კი არა, სხვაგან დაგხვდეს. დასავლეთმა რომ მოახდინა, ანუ ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო, უპატიებელი შეცდომა კოსოვოს აღიარება. და კოსოვოს აღიარების მერე პუტინმა თქვა, რომ ამაზე პასუხი მექნებაო და პასუხი მექნება სხვაგანო და სხვანაირიო. პასუხი ჰქონდა საქართველოში. 2008 წლის ომი იყო მისივე აღიარებით, პუტინისვე აღიარებით პასუხი კოსოვოს აღიარებაზე, ხო? ჯერ ბუქარესტის სამიტის გადაუწყვეტელობის შედეგად გადაწყვიტა, რომ მას ჰქონდა იმისი შანსი და პანჯარა, რომ დაერტყა საქართველოსთვის და მე აღიარა ის, რომ თქვა, აი თქვენ თუ აღიარეთ კოსოვო, მე ამასაც გავაკეთებ და ეს გაზაზე საუბარი, ეს პანამის არხზე საუბარი და მესმის განამე სხვა ინტერესი მაქვს, არც მე მინდა რომ პანამის არხში ჩინეთი იყოს, ხო? განა არ გვინდა რომ ამერიკელები იყვნენ. ან გრენლანდიაზე ამ ფორმით საუბრობ რომ მე შევალ და დავიკავებ. ფეხში გასროლაა იმას ვაყობ რა, გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაში არის ფეხში გასროლა. მიზანი შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ რა ფორმითაც ამას აკეთებ, ეს ფორმა უკვე აზიანებს იმ ურთიერთობებს, რომელზეც დგახარ ახლა. კი, ამერიკა უფრო ძლიერია, მაგრამ რა ვიცი, ამერიკა თან ევროპაზე დგას, ხო, ევროპა ამერიკაზე დგას. ჩვენ არ გვინდა ეს ცალ-ცალკე განცალკევებულად დავინახოთ. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას თავის წილი პრობლემები აქვს შიგნით და ამერიკას თავის წილი პრობლემები აქვს შიგნით. იმიტომაც თქვი, რომ ახლა ბრიუსელის ბიუროკრატია და ოვერრეგულაცია რო არის პრობლემა, ეს ვიცით. ამერიკაში ეს ვოუქსიგიჟე და დაქანსელებები ადამიანების ესეც რო სიგიჟეა, ეგეც ვიცით. ამაზე არ დავობ ჩვენ, მაგრამ დავობთ იმაზე, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ეგზისტენციური საკითხები თუ არ გადაწყდა, მაშინ რა ის გრეტა თუნბერგი და რა ის რეგულაციებზე ვისაუბრებთ, ხო? რუსული დროშა იქნება ჩასობილი ბრიუსელში. ბატონო, ეხლა აი აქ ანუ მოატყუოსო ამ ურჩეული ტრამპმაო? არ ვიცი მოატყუოს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის აი ხა დამეთანხმებთ ყველა ამბობს, რომ ტრამპი პოპულისტია, ხო? მართლაც პოპულისტია და უნდა გაითვალისწინოს და თავის მიზნის მისაღწევად უნდა ახსნას მაინც ეს ისა რა ქვია, გავაკეთო. არა, მოწყობა არა, საიდან რა უნდა მოატყუოს მე ეს. არა, რომ ესე იგი რუსეთს ეს ელაპარაკება და სინამდვილეში მე რო ვთქვი, რომ რაღაცა სხვა სამბობს სხვა საკეთებს და ესა. იცი რა, აი ეს არის ძალიან მომწონს ახლა ეს საუბარი, იმიტომ რომ ეს არის მარტივი არ არის ეს ყველაფერი და როგორც ტრამპიზმი, ისე ანტიტრამპიზმი ხელაღებული ეს რაღაცა სულელური დანახვარი სიტუაციის და საერთოდ ვიღაციზმი როგორ შეიძლება პოლიტიკოსი გიყვარდეს ან არ გიყვარდეს ან რაღაცა შეიძლება გიყვარდეს შვილი და ბიძაშვილი და მით უმეტეს ახლა ჩემი განწყობა ესეთია რომ როგორც კი ხელისუფალი ხდება ხელისუფალი ერთადერთი სწორი პოზიცია იმის კრიტიკაში ჩადგე და ძალიან კაცრად უყურო რომ რამე არ შეეშალოს, ხო? ამ შემთხვევაში ტრამპი გახდა ხელისუფლება, ეხლა ტრამპს უნდა რაღაცნაირად მოვთხოვოთ გააკეთოს ის რაც შეგვიძლია, როგორ მოახერხებთ არ ვიცი. საქართველოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ რომ ყველაფერი მოახერხა ივანიშვილმა რომ მართლა გაგვაქრო საერთოდ, ესეთი ფოკუსი გააკეთა და ეხლა ჩვენ უნდა არათუ დაბრუნდეთ მართლა ზაზარსკვლელი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, არავითარი რა არჩევნები, მართლა ვიბრძვით რეალურად იმისთვის რომ ცოცხლად გადავჭით. ძალიან დიდი მადლობა ზაზა, ძალიან საინტერესო იყო და იმედი მაქვს რომ კიდე შევხვდებით, მაგრამ ამის დამატება ხო არ გინდა, რაც გამოგვჭა და რასაც თვლი რომ მნიშვნელოვანია სათქმელი და გინდოდა რომ მოესმინა ჩვენს მაყურებელს. ხო, ივანიშვილი თავისიანებს ეუბნებოდა კაი ხნის მანძილზე რომ აი გავძლოთო და მე დაალაგდებაო ყველაფერიო. შეიძლება ეხა შეტრიალდა მაგიდები, ეხა ჩვენ უნდა გავძლოთ, სანამ დაალაგდება რაღაცეები. ძალებიც უნდა გამოვიზოგოთ, უნდა გავძლოთ, ვინაიდან ეს ქვეყანა ჩვენია. ანუ ეს ქვეყანა რუსების არ არის და არც იქნება და არც უნდა იყოს, ხო? შესაბამისად, ეხლა ის დრო არის, როდესაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი დიდი და გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ვიყოთ მზად. კარგი და ეხლა ეს ერთ-ერთი სურვილია, ამაზე მეც ვფიქრობდი სხვათა შორის.
არის ჩვენ მუდმივი მსვენელი ყავს, რომელიცაც არ მოწონს ერთი რესპონდენტი, გეკამათება მეორეს და ახლა ესეთი შეფასება მივიღეთ, რომ ყოველკვირეული გახადეთ რა ბატონ ზაზასთან პოდკასტი, ძალიან საინტერესო იქნება და არაც თავარი ადეკვატური შეფასებების გვექნება კარგი წარმატება. დიდი სიამოვნებით, არ ვიცი ზაზას დრო როგორ აქვს, შეიძლება ყოველკვირეული არა ვთქვათ ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ რა ვიცი, იფიქრე ზაზა რა, თუ სურვილი გაქვს, გამონახოთ. შეიძლება სიამოვნებით, მით უმეტეს რომ ტრადიციულ მედიებში უკვე ძალიან, ასე ვთქვათ, მით უმეტეს რომ ტრადიციული მედიები რას აკეთებენ, ვერ გავიგეთ, ზოგი იხურება, ზოგი რაღაცა სასწაულ რაღაცებს ჩადის, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდება. შეიძლება რომ დრო იპოვო და მართლა გავაკეთოთ, დავთქვათ დრო და კი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით. დიდი კარგი, სიამოვნებით. მაშინ ჩვენ მესენჯერით შევთანხმდებით ახლა ამაზე რომ დრო არ წაგართვათ და შეგატყობინებთ. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი ეთერი. მადლობა და ნახვამდის, აბა დროებით.